ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ საქართველოში ყველას ლიდერობა უნდა და დღეს დავდექით. იმაში რომ არავის არ უნდა საერთოდ. თქვენ რატომ არ იღებთ პასუხისმგებლობას და არ უდგებით ამ პროცესებს სათავეში? ეგ საინტერესო კითხვა არის, რა თქმა უნდა. არ ვხედავ იმას, რომ ვიღაც ახალი უცბად დაიბადება და ბაზალეთის ტბაში იქ რაღაცა აკვანი არის და ის გადაგვარჩენს. კითხვა რომელსაც სვამე რო ოცნება თუ არა მაშინ ვინ. ამ კითხვაზე პასუხი რო არა გაქვს. ძალიან ტეხავს. ამ ხალხმა დასვა მე ისო კონკრეტული ოპოზიციაც ერთად რომ ეხა თქვენ ან ჩვენთან ხართ ან ყველა ჩაირეცხებით. პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის, ერთი სული მაქვს, როდის მოვიშორებთ ივანიშვილად, ჩემს საქმეს დაუბრუნდები და ბოდიში მაგრამ ვერასოდეს ვერ მოიშორებ ასე. რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ პარტიები გაერთიანდნენ, როცა ამდენი ხნის განმავლობაში ეს ვერ მოახერხეს? იტყვის რომ მე ვიღებ ჩემ თავზე პასუხისმგებლობას, მე ვიღებ ჩემ თავზე პროცესის ლიდერობას და გამომყევით ხალხო და ქმედითი და ბიჭები არ მინახავს მე, ანუ მართლა ყველაფერში ვარ ჩართული. თუ არა იღებ ამ პასუხისმგებლობას, მაშინ მოგწევს იცხოვრო ისეთ ქვეყანაში, როგორშიც დღეს ცხოვრობ. ლიდერი რომ გამოჩნდეს დაიჭერენ. უკაცრავად, მაგრამ თუ ის იქნება სახალხო ლიდერი ვერ დაიჭერენ. ისევ იქნება ესენი გაერთიანდნენ და ვერ გაერთიანდებიან რა. ხო გინდოდა გამათი. მაგრამ ეხლა კი გამარჯობა, გადაცემა კამათობა დაგიბრუნდათ. ეს არის პოლიტიკური დებატების სერია, რომელშიც განვიხილავთ საზოგადოებისთვის საინტერესო და აქტუალურ სხვადასხვა პოლიტიკურ და სოციალურ მოვლენებს და ზოგადად საკითხებს. მე კი მისი წამყვანი ანა ყაულაშვილი ვარ და შევეცდები, რომ ვიყო დღევანდელი დებატის სამართლიანი მოდერატორიც. შეგახსენებთ, რომ გადაცემა კამათობა გადის ყოველ ორ-შაბათს 22 საათზე მის მინეს YouTube პლატფორმაზე და მოგიწოდებთ, რომ თვალი გვადევნოთ და Google შემატკივროთ, გამოგვიწეროთ Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე და ეს ვიდეოც დალაიქოთ. და ასევე გეტყვით იმას, რომ ჩვენი გენერალური სპონსორი არის საქართველოს უნივერსიტეტი. მომავალი კი მათია, ვინც წარსულის გააზრებით ხვალინდელ დღეს ქმნის. რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელ თემას, ძალიან ხშირად ისმის ხოლმე კითხვა, ძირითადად ნეიტრალურად განწყობილი ამ მომშელებისგან, რომ ქართული ოცნება არავის არ მოგწონს, მაგრამ თუ არა ქართული ოცნება, მაშინ ვინ უნდა ჩაუდგეს ქვეყანას სათავეში. ამ კითხვას თავისთავად მოყვება ხოლმე ზოგადი კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ საერთოდ რა უნდა გააკეთოს პროტესტში ჩართულმა საზოგადოებამ, ზოგადად სამოქალაქო საზოგადოებამ, როგორ შეუძლია რომ წინააღმდეგობა გაუწიოს იმ თუნდაც დრაკონულ კანონებს, რაც ბოლო დროის განმავლობაში უფრო და უფრო ხშირად არის ხოლმე აქტუალური და ზოგადად როგორ დაამარცხოს ავტორიტარული რეჟიმი. ამ თემაზე სადებატოდ ჩვენთან არიან სტუმრები. ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი და პედიატრი კოტე ჩახუნაშვილი. დიდ მადლობას მოგახსენებთ მოსვლისთვის და ნდობისთვის, დროის დათმობისთვის. ასევე დავამატებ იმას, რომ კონკრეტულად დღევანდელ თემას რაც შეეხება, ერთი ნაწილი ამბობს, რომ აუცილებელი ახალი ლიდერის გამოჩენა და თუნდაც ახალი თაობის წარმომადგენლის გამოჩენა, რომელიც ხელში აიღებს პროტესტის სადავეებს და ხალხს გაუძღვება, ასე ვთქვათ. მეორე მხარე კი ამბობს, რომ ასეთ სიტუაციაში შეუძლებელი არის ახალი ლიდერის გამოჩენა და ჯობია რომ უკვე არსებული პოლიტიკური პარტიები თუ სუბიექტები გაერთიანდნენ და ამ კონსოლიდაციით გავიდეთ რაღაც სასურველ შედეგამდე. ეს არის დღევანდელი დებატის მთავარი არსი. განა ის, რომ რომელი არის სასურველი, რომელი არის რეალურად გამოსავალი, რა უფრო შესაძლებელია რომ გამოვიდეს მართლა და მე მინდა რომ გაეცნოთ მაყურებელს და თქვენი პოზიცია დააფიქსიროთ ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელ მხარეს ემხრობით, ახალ ლიდერს თუ ძველი ძალების გაერთიანებას. მე ვარ კოტე ჩახუნაშვილი, პედიატრი. ჩემი პოზიცია დღეს, რასაც ვეცდები რომ დავიცვა, იქნება ის, რომ ჩვენი გამარჯვების გზა გადის კონსოლიდაციაზე და არა რაღაც კონკრეტულ ერთ ლიდერზე. მადლობა, მერაბ თქვენც. ხო, ну, პრინციპში მე ვფიქრობ, რომ საჭირო ახალი ლიდერები და სწორედ ამიტომაც არის ხო რაღაც განსხვავებული აზრი ამ თემაზე, აქვს მე და კოტეს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ამ სიტუაციაში, როგორიც ჩვენ დღეს აღმოჩნდით, ამ ფორმამ უკვე პროტესტის ლიდერების გარეშე თავი ამოწურა. ანუ ყველაფერს აქვს დასაწყისი, დასასრული, რეფორმა ჭირდება, ასე ვთქვათ. ყველაფერს ჭირდება რეფორმა და პროტესტსაც ჭირდება რეფორმა. ამ პოლიტიკურმა სპექტრუმაც თავი ამოწურა. როგორც უყურებთ, ეხლა ბუნებრივია, ეს არის თემა, დაახლოებით როგორ ვიცი, რომ კოცებიც რო ამას ამბობენ. მაგრამ ეხლა კოცები ხო ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საერთოდ ნუ აგზავნოთ ეს პარტიები. ნუ ბუნებრივია, ეხლა ამას არავინ არ ვეთანხმებით, ეხლა აგზავნოთ ეს არ უნდა მოხდეს, მაგრამ იმ ნაწილში, რომ ამ
ოპოზიციურმა სპექტრმა ფაქტობრივად თავი ამოწურა და ვერაფერს ახალს ვერ გვთავაზობს. ამაში შეიძლება კოცებთანაც კი შეთანხმდე ადამიანი, იმიტომ რომ სიმართლეა ხა, კოცები თუ იტყვიან რომ დედამიწა ბრტყელიაო, ჩვენ ვერ გამოვართ და ვერ ვიტყვით რომ რგვალი ისა, რა ქვია, რა უკაცრავად პირიქით, უნდა მეთქვა. კოცები თუ იტყვიან რომ დედამიწა რგვალიაო, ჩვენ ვერ გამოვართ და ვერ ვიტყვით ბრტყელიაო, ხო? გვალია, დღე-დღეა, ღამე-ღამეა. ნუ რაღაც თემა არის ჭეშმარიტება, რომელსაც, ჩემი გადმოსახედიდან ჭეშმარიტება, ხო, რომელიც ასეა. ახლა აქ იმაზე კი არის, ხო, კოცებს თავისი მიზანი აქვთ. ისინი იმიტომ ამბობენ ამას, რომ და იმიტომ უნდათ პარტიების აკრძალვა, რომ სამუდამოდ დარჩნენ ხელისუფლებაში. ჩვენ აქეთ მხარეს ვინც ვართ, ჩვენი მიზანი გვაქვს. ჩვენ იმიტომ ამბობთ ამას, რომ გვინდა რომ პროტესტი ახალ ფაზაში გადავიდეს, ახალ ეტაპზე გადავიდეს და უფრო მეტი წინააღმდეგობა გაუწიონ კოცებს და კოცებმა თავისი, ასე ვთქვათ, მიზანი რომ სამუდამოდ დარჩნენ ხელისუფლებაში ვერ განახორციელა. გასაგებია. ეგ არის ამბავი. მადლობა. მე გაგაცნობ მეტრეველი ჟურნალისტი, ხო? პალტრანიუსის ჟურნალისტი, ხო? კი ბატონო. გაგაცნობ თამაშის წესებს და მაყურებელსაც შევახსენებ, გვექნება სულ 4 ბლოკი. აქედან პირველი არის 5 წუთიანი რაუნდები, სადაც ეს 5 წუთი იქნება თავიდან ბოლომდე თქვენი და შეგეძლებათ თქვენი არგუმენტების მოყვანა და არ ვიცი ნებისმიერი მაგალითის მოტანა, რაც გინდათ რომ გაჟღერდეს დღევანდელ დებატში და რა მიმართულებითაც გსურთ რომ წავიდეს დღევანდელი დებატი. შემდეგ გვექნება 20 წუთიანი ღია დისკუსიის რეჟიმი, სადაც დიალოგის რეჟიმში განვიხილავთ ამ თემას და ეს არ იქნება რაღაც განსაზღვრული დრო თითოეული ოპონენტისთვის. საერთო 20 წუთი იქნება, სადაც ვისურვებდი რომ რაღაც ეთიკის ფარგლებში არ მგონია რომ რაღაც განსაკუთრებული მოხდეს, მაგრამ დიალოგის რეჟიმში უბრალოდ ვისაუბროთ დიალოგის რეჟიმში ამ თემასთან დაკავშირებით. შემდეგ გვექნება კითხვა-პასუხის რეჟიმი. დებატიდან გამომდინარე დაგისვამთ თითო კითხვას ალბათ. გააჩნია როგორ წავა დებატი და თქვენ გიქნებათ 5-5 წუთი რომ ამ თითოეულ კითხვაზე მიპასუხოთ და შემდეგ გვექნება 2 წუთიანი შემაჯამებელი ეპიზოდი, სადაც შეგეძლებათ რომ შეაჯამოთ დღევანდელი დებატი, თქვენი პოზიცია და დაამატოთ რაც გინდომებათ რომ დაამატოთ. ეს არის სულ, უნდა გავაგოროთ კამათელი იმისთვის რომ გავიგოთ ვინ დაიწყებს პირველი. 1 და 5. მადლობა, მირა, შეგიძლიათ რომ დაიწყოთ, თქვენი 5 წუთი ჩართულია. ხო, პრინციპში მე ძირითადად თეზისები უკვე ჩამოვაყალიბე, რასაც ემყარება ჩემი პოზიცია, არის ის რომ პროტესტმა ამ ფორმამ თავი ამოწურა და რა არის საჭირო რაღაც ახალ ეტაპზე გადასვლა, იმიტომ რომ თუ ჩვენ გვინდა რომ ხელისუფლებას გაუწიოთ წინააღმდეგობა, საჭიროა ჩვენც ცვალოთ, ახლა ჩვენში გულისხმობ, მე ამ შემთხვევაში არ გულისხმობ მხოლოდ ოპოზიციას, ჩვენ ვართ ძალიან საზოგადოების ის ნაწილი, ვისაც არ გვინდა რომ დიქტატურა შევეგუოთ. როცა ვამბობ, ჩვენ ამას გულისხმობ. ამ საზოგადოების ნაწილს, აქ ბუნებრივია ჭრელი ეს მხარეც, ზოგი პარტიულია, ზოგი ჟურნალისტია, ზოგი აქტივისტია, ზოგი ასე შემდეგ, ერთი მიზანი გაქვს ყველას, რომ ამ ქვეყანაში არ გვინდა რომ საბოლოოდ მართლაც ავტორიტარული რეჟიმი ჩამოყალიბდეს. ხო, მე ამასაც ხო დიქტატურას ვეძახი, მაგრამ კი ბატონო, იყოს ავტორიტარული რეჟიმი. ეს არ არის ჩვენი მიზანი, იმიტომ რომ ამისთვის არ გვიბრძოლია 30 წელი იმის გამო არო ვცდილობთ ავაშენოთ უკეთესი ქვეყანა, რომ ერთმა ვიღაცა ხა დიქტატორმა ადგეს და ხელში ჩაიგდოს ყველაფერი. შესაბამისად, როცა ჩვენ ხედავთ რომ ეს პროტესტი ამ ფორმით თავის ფუნქციას ასრულებდა, მაგრამ ეხლა ვეღარ ასრულებს, იმიტომ რომ კრიზისია, ხო? კრიზისია აქეთ პლანზე, ეს უნდა ვაღიაროთ. იმიტომ რომ ახალ ფორმებს ვეღარ პოულობს პროტესტი ახალ მოხდს და ასე შემდეგ. ნუ ის ერთადერთი რასაც ველოდებით, რომ ის უკობახიძემ რაღაც სიგიჟე თქვას და შეიძლება ახალი მოხდე, ხო ახლა არის შემოაგდეს მორიგი სიგიჟე და ნუ კი ახლა კობახიძის მეგულისხმობა განათლების რეფორმა. მე ხო კი კობახიძის და კოცების რაღაც ჩადენილ სიგიჟებზე თუ იქნებით დამოკიდებული მხოლოდ კი ეგრეთ შეიძლება, მაგრამ ეგ ხო არის სტრატეგია, ხო ახლა მარტო იტყვი მესმის რომ კი ბატონო კონჩეტევაზე შეიძლება თამაში, როცა მეტოქი შეცდომას ელოდები, მაგრამ რაღაც დროს შენც უნდა დაგეგმოს ხვანაერად და ეს პროტესტი როცა ჰორიზონტალური არის, კი მას თავისი ხიბლი ჰქონდა, მას ჰქონდა თავის რო თქვათ რაღაც აი ერთი ლიდერი არას ვერ დაიჭერენ და რაღაც ეგეთი სამბავი იყო, ყველა თავისას აკეთებდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ამას აქვს თავისი უარყოფითი მხარეებიც, იმიტომ რომ ყველა თავის მხარეს ეკაჩება, ზოგი რას გეგმავს, აგერ ვიღაცებმა საერთოდ რევოლუცია დაგეგმეს, დღეს დავამთავრებ, დღეს დავასრულებთო და ნუ კრახით დასრულდა ყველა ხვდები, თან რომ იმიტომ და ხალხი მიდის, ანუ ვიღაცა დაგეგმავს რაღაცას, მიდის, ის დაგეგმავს, მიდის, ის დაგეგმავს, მიდის, იმიტომ რომ ეს ხალხი ფიქრობს რომ ნუ ყველა პროტესტია და პროტესტს გამოვხადოთ, მაგრამ უკვე დრო არის ჩემი აზრით, რომ პროტესტს ჰქონდეს ერთი თავი, როდესაც მე საუბრობ ერთ თავზე, არ გულისხმობ ერთ კაცს მაინც და მაინც, თუნდაც რაღაცა საორგანიზაციო კომიტეტი მაინც არსებობდეს.
სადაც სტრატეგია ექნება ჩამოყალიბებული რა გზით მივიდივართ ისე კი არა რომ აი Facebook-ში რო განიხილავენ რომ ვიღაცა იტყვის მოდი ეს ვქნათ ვიღაცა იტყვის მოდი არა ისე კი არა ასე ვქნათ და რაღაცა Facebook-ი არ არის ამის ადგილი ხო Facebook-ი შეიძლება რაღაცებზე იმსჯელო მაგრამ ამას სჭირდება რაღაცა საორგანო თუ წინააღმდეგობის კომიტეტი მოდი ესე დავარქვათ ჩვენ ვართ ახლა წინააღმდეგობის მოძრაობაში ხო როგორც იყო დაუშვათ საფრანგეთში მეორე მსოფლიო ომის დროს წინააღმდეგობის მოძრაობას უნდა კონდეს თავისი მართველი ორგანო, რომელიც სტრატეგიას დაგეგმავს. აქ არ არის საუბარი მხოლოდ პოლიტიკას, ეს ერთი საკითხია. პოლიტიკოსებს პარტიებზე მე გადავალ თუ გნებავთ, ახლა ამ თემას ამოვწურავ. ან ორი მიმართულება. პროტესტა წინააღმდეგობის მოძრაობას თავის ლიდერები, ერთი ლიდერი კი არა, ლიდერები უნდა ყავდეს. გუშინ ის ყავდა, რა ქვია, გედი ფოფხაძე სტუმრად და ის ამბობდა, რომ პარტიებს რო აგრძელებენ დისიდენტურ მოძრაობაში გადავართო. ეგ არის, ხო, აქ მივედით რა. დისიდენტურ მოძრაობას დავარქვით, წინააღმდეგობის მოძრაობას სამშობლოება აქვს. ეგ არის. ხო? რაღაცა უნდა გამოვიდეს და ლა რეზისტანტი იყვიროს და რაღაც იმას რა ქვია წინ წაუძღვეს ამ იმას რა ქვია ამბავს მოძრაობას ხო მარტო მაგრამ ყველზე კი არ არის საქმე აქ საუბარი არის დაგეგმვაზე იმიტომ რომ ირაკლი კობახიძემ წინა დღეს გითხრა რომ ჩვენ საკმაოდ მეთოდურად მოქმედებთ ეს მეთოდურად მოქმედება ბერამში გამოიხადა ხეს განათლების რეფორმას ამის ნაწილია ყველაფერს ან პროტესტს ესე მეთოდურად აკრობენ ზოგს ისე უდგებიან ზოგს ისე აჩუმებენ სტუდენტებს ისე გააჩუმეს რაღაცებს ზოგს დასაქმებას შესთავაზეს ზოგი თავის პარტიაში წაიყვანეს ზოგი რაღაცა ეხლა თქვათ უნივერსიტეტებს ასე მიუდგებიან თეატრებს რაღაცებს ისე მიუდგებიან ტელევიზიას ესე მიუდგებიან პარტიას ისე და საკმაოდ მეთოდურად და თან მათი უპირატესობა რა არის რეალურად რომ ის არის ასე თქვათ ერთი სტრუქტურა როგორც აი პროტესტებით ყველა თავის მხარეს კი არ ეკაჩება ერთი სტრუქტურა ფაქტობრივად გასამხედროებული რომელიც იმას რა ქვია ვიღაცები რომ მიიღო გადაწყვეტილებას ყველა მე ამას ასრულებს და როცა შენ ომში ხარ ომში შენ დისციპლინა გჭირდება არა მხოლოდ ისა რა ქვია ჩხუბი და კამათი კი იბადება ჭეშმარიტება მაგრამ ეხლა შენ წარმოიდგინე ეხლა ომის დროს გენერლებმა ისა კამათი რო დაიწყონ ერთმანეთში თქვა ჩეტევაზე გადასვლის დროს ხო მაგის დრო ომში არ არის ვიღაცამ უნდა აიღოს თავი-თავზე და წაუძღვეს ხალხს, ხო? ბრძოლაში და თუ ეს ბრძოლა არის, აქ რა ქვია, სხვადასხვა მხარეს ყურებით და ერთმანეთთან ჩხუბით და კამათით ბრძოლას ვერ მოიგებ. ამას ჭირდება ერთი, კიდევ ვიმეორებ, თავი, რომელიც შეიძლება არ იყოს ერთი ადამიანი და იყოს რაღაც კომიტეტის დავარქვევ თუ არ ვიცი რას დავარქვევ, რომელიც დაგეგმავს და ისევე მეთოდურად იმუშავებს, როგორც ხელისუფლება, იმიტომ ჩვენ ამაში ვაგებთ ხელისუფლებასთან. სერიოზულად ვაგებთ. კი. მადლობა პოზიციისთვის. კოტა, შეგიძლიათ რომ უპასუხოთ და ასევე თქვენი მსჯელობა შემოიტანოთ დეპეჩში. იმედი არ გამორჩება არაფერი და მოვასწრებ. შეგიძლიათ დაიწყოთ. დავიწყოთ. ბოლოდან დავიწყებ. პირველი რაც არის პრობლემა, რომ ხალხის უმეტესობა არ არის მზად ბრძოლისთვის და უნდა რომ ასე ვთქვათ, სხვის ხარჯზე გადაიაროს ეს ამ პრობლემამ. ეს არის მთავარი პრობლემა და აქედან უნდა ამოვიდეთ ჩემი აზრით, როდესაც ვსაუბრობთ ამ თემაზე. ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს ის, რომ სამხედრო ვერტიკალი აქეთ წარმოუდგენელი არის, იქიდან გამომდინარე, რომ მაგას სჭირდება ძალიან დიდი ფინანსური რესურსი და ძალიან ან კიდევ ძალიან დიდი ასე ვთქვათ, სოციალური რესურსი, რომ ამ ადამიანს ძალიან დიდი ნდობა ქონდეს, რაც ეხლა სამწუხაროდ არ არის. ჩვენ შესაბამისად ამის გაჩენა და ადამიანებს უნდა დავანახოთ კონკრეტული გეგმა, რაშიც მე და მე რა ვთანხმდებით, რომ ჩვენი მთავარი პრობლემა ეხლა ის კი არ არის, რომ ერთი ადამიანი არ არის ლიდერი. ჩვენი მთავარი პრობლემა არის ის, რომ აი მაგალითად არის ესეთი პარკუჭოვანი არითმიები, როდესაც ცალ-ცალკე იკუმშება გულის ყველა ასე ვთქვათ, კუნთი მეჭირს შესაბამისად არა ეხა არჩევს იმედია თორე ანუ ეს ძალიან რთული ფორმა არის როდესაც სხვადასხვა ნაწილები პარკუჭოვანი არითმია არის როდესაც შეიძლება ანუ არ იკუმშებოდეს გულის კუნთი და შესაბამისად სისხლს არ გადატყორცინდეს ხო ასე რომ ჩვენ თავარი რაც გვჭირდება არის რაღაცა კონკრეტული სიმძიმის ცენტრი შესაქმნელი არის რასაც ჩემი აზრით სჭირდება არა ახალი ლიდერის გამოჩენა არამედ სჭირდება არსებულის გაერთიანება და კონსოლიდაცია რომ კონკრეტული სტრატეგია და გეგმა დავისახოთ და მაგალითად მემარცხენე იქნება მემარჯვენე ცენტრისტი თუ რომელიღაც კონკრეტული პარტიის წარმომადგენელი კონკრეტულ ამ გეგმას მიუყვებოდეთ და არ იყოს ესე რაც მერაბმა თქვა რომ რავი ერთმა მხარემ მარჯვნივ გაწიოს ქვა მეორემ მარცხნივ მესამემ ჩრდილოეთით მეოთხემ სამხრეთით და ასე შემდგომ ხო შესაბამისად ჩვენ სტრატეგიის შემუშავება გვჭირდება და სიმძიმის ცენტრის შექმნა რაც სამწუხაროდ შარშან ძალიან დიდი ენერგია იყო
პროტესტში და ამის გამო რახან წერტილოვნად გამოვიდა ეს ენერგია და ერთ კონკრეტულ ცენტრში არ იყო მიმართული, ამან მოიტანა ის შედეგი, რაც ეხა გვაქვს და შესაბამისად მაგიტო ვერ მივაღწიეთ წარმატებას. Რა თქმა უნდა, საგარეო ფრონტზე არის გარკვეული წარმატებები, რომლებიც არ უნდა დავიკარგოთ, მაგალითად ის სანქციები, რაც არის ეხა დაწესებული ბიძინა ივანიშვილზე და სხვა ოცნების წევრებზე, ჩვენი დამსახურებაც არის, იმიტომ რომ ხალხი რო არ გამოსულიყო, არავინ არ დაასანქცირებდა და პირიქით დაალაგდებოდა, იმიტომ რომ არავის არ უნდა აქ საქართველოზე თავი აიტკიოს და ჩემი აზრით კრიზისი ზუსტად ამის გამო არის ეხა, რომ არ გვაქვს სტრატეგია შემუშავებული. ოღონდ კონკრეტული ერთი ადამიანი და ადამიანთა ჯგუფი ახალი რახან არ ამგონია და ნაკლებ სავარაუდოა რომ ეხა გამოჩნდეს ჩვენ ვინც ეხა ველზე ვართ პოლიტიკური პარტიებით დაწყებული აქტივისტები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ჩემი აზრით უნდა შევქმნათ რაღაცა კონკრეტული საბჭო იქნება ეს თუ წინააღმდეგობის ცენტრი თუ რაც დავარქვით ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს უბრალოდ ხალხმა უნდა დაინახოს შიგნითაც და გარეთაც რომ არსებობს კონკრეტული წინააღმდეგობის ცენტრი რომელიც არის დაალაგებული და რომელიც პასუხისმგებლობას იღებს იმაზე თუ რა მოხდება როგორ ვაპირებთ რეჟიმთან წინააღმდეგობის გაგრძელებას და რა მოხდება იმ შემთხვევაში ისიც შემუშავებული უნდა გქონდეს როდესაც ასე ვთქვათ წარმატებით დასრულდება ეს წინააღმდეგობა ხო ანუ საბოლოო ჯამში როდესაც რუსული ოცნება დათმობს ძალაუფლებას და ხალხისთვის ეს ძალიან ცხადი უნდა იყოს ასევე ჩემთვის მნიშვნელოვანია ის რომ პოლიტიკური პარტიები სამწუხაროდ უმეტესობა არის დისკრედიტებული საკმაოდ ბევრი რაღაცის გამო თუმცა ჩვენ ახლა მათ გაუქმებაზე საუბარი და ასე შემდგომ რაღაც ცოტა სასწრაფო მეჩვენება იმიტომ რომ ისედაც მაგას უპირებს რუსული ოცნება და პირიქით პარტიების გამო მოდიოდეს სამწუხაროდ ახლა რაღაც ჩუმად არიან პარტიების გამო მოდიოდეს ეს იდეა რომ შევქმნათ რაღაც წინააღმდეგობის ცენტრი დისიდენტების მოძრაობა იქნება თუ წინააღმდეგობის რაღაც ცენტრი დაერქმევა ამას კიდევ ერთხელ გამიმეორებ რომ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს ის რომ აკრძალვით პოლიტიკურ პარტიებს უფრო მეტი ხელფეხი უნდა გაეხსნათ წესით, იმიტომ რომ ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგი ფაქტობრივად დღეისთვის არ არსებობს და ის პარტიები, რომლებიც დაიწყებენ ხვალზე ალბათ საუბარს რომ აი ჩვენ შეიძლება რაღაცა მაინც პოლიტიკური ბრძოლა გავაკეთოთ, გვეცოდინება რომ იქნება ეგრეთ წოდებული სისტემური ოპოზიცია, რომელიც რუსეთში არის საკმაოდ წარმატებულად და სამწუხაროდ მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ ყველა მაგალითად ვინც დღეს პოლიტიკურ ველზე არის შემოგვიერთება, მაგრამ კარგი ნიშანი არის ის, რომ თუნდაც იგივე ირმაინაშვილმა გუშინ რაც გაცხადება გააკეთა, ყველა ხვდება, რომ საბოლოოდ ეს მარტო ნაცების სასაკრძალად არ არის, ხო, საბოლოო ჯამში არის სრული მორჩილებისთვის და ჩვენ ასევე უნდა გამოვიყენოთ ის სულები, სადაც შეცდება რუსული ოცნება და ერთ-ერთი არის მაგალითად უნივერსიტეტის რეფორმა ბჭყალებში, რომელიც პირდაპირ ყავს პროფესორების, სტუდენტების თავისუფლებას. მადლობა. ესე იგი, როგორც გამოიკვეთა, რაღაც საკითხებში თანხმდებით კიდევაც. ხო, ცხადია, სანამ 20 წუთიან რეჟიმზე გადავიდოდეთ, ვიტყვი იმას, რომ ვისურვებდი ვიდებატოთ იმაზე, რაზეც უფრო არ თანხმდებით, ვიდრე თანხმდებით და წავიყვანოთ დებატი იმ მიმართულებით, რომ რაღაც შესაძლებელია, რომ ეს ესე უნდა იყოს, მაგრამ რამდენად შესაძლებელია, რომ ზოგადად ეს გამოვიდეს. მაგალითად, რამდენად შესაძლებელია, რომ ძალიან კარგი იქნებოდა ალბათ ყოველთვის, რომ ერთი ლიდერი ან რაღაც ლიდერი ძალა გამოჩნდეს, რომელიც სათავეში ჩაგვიდგება. ესე უნდა იყოს, მეც გეთანხმებით, მაგრამ რამდენად არის ახლა ეს შესაძლებელი. ასევე მეორე მხრივ ძალიან კარგია პარტიების გაერთიანება და საერთო ბრძოლა, მაგრამ რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ პარტიები გაერთიანდნენ, როცა ამდენი ხნის განმავლობაში ეს ვერ მოახერხეს. აი, გზებზე რო ვისაუბროთ, როგორ უნდა მივიდეთ იმ სასრულო შედეგამდე, რომელიც გგონია, რომ გამოსავალი არის დღევანდელ სიტუაციაში. მოდი თქვენ დაიწყეთ, მე რადგან ბოლოს კოტე საუბრობდა. ხო, ანუ 20 წუთი მაქვს? არა, 20 წუთი გვაქვს საერთო, უბრალოდ თქვენ ეხლა რითი თქმაც გინდათ კოტე საუბრიდან გამომდინარე, შეგიძლიათ რომ და არაფერი, აქ თემა ის არის, რომ ბრძოლისთვის არაა ხალხი მზადო, ხო და ამას სჭირდება სწორედ მოტივირებისთვის საჭირო არის კონკრეტული, თუნდაც ლიდერს ხედავდეს ერთს, იმიტომ რომ ხალხი მიყვება ხშირად ლიდერს. ეს მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ აი ეს კითხვა რომელსაც ვამე რომ აი ოცნება თუ არა მაშინ ვინ, ამ კითხვაზე პასუხი რო არა გაქვს, ძალიან ტეხავს. კოციც რო დაგისვამს ამ შეკითხვას, თუნდაც კოცი გისვამდეს, ხო? იმ კოცს რო პასუხს ვერ სცემ. ეგ ხო ტეხავს არა? ყველაფერს თავი დავანებთ. პროპორციული არჩევნები და არა, ხო, ეს პასუხია, მაგ პასუხმა დალია ჩაილულის წყალი, აგერ მით უმეტეს ამ ადგილობრივი არჩევნების მერე, როცა ოპოზიციის ნახევარი აგერ გაიქცა და არჩევნებში დურცა თავი და მეორე ნახევარი ბოიკოტში იყო და
გახარიას პარტია ხა იძახის რომ ყველას აგინებს და თქვენი ბრალია ყველაფერიო და გადმოსულია შეტევაზე და ლელო საერთოდ გაჩვენებულია გადაგვიწეს ბერლინიდან არის გადმოსული შეტევაზე და რაღაცა და ახლა ამათი ერთად რაღაცა მთავრობაში ყოფნა მე არ ვიცი როგორ წარმოგვიდგენია გავიგე ამიმა რა ქვია ეს თემა კოალიციური მთავრობის თემა შეიძლება მომხიბვლელი ყოფილიყო 2024 წლის არჩევნებამდე ამანაც ჩაილურის წყალი დალიახა იმიტომ რომ გახარიამ და ლელო როცა საჭირო იყო მათი გაერთიანება 2024-ის არჩევნებამდე და საუნე ზურაბიშვილი ამის მოხუზე დამდგარი ახვეწებოდა გაერთიანებაში თავი მოკლეს და არ გაერთიანე ეხლა არაფერს უარ წყვეტ და არჩევნები ეხლა გაერთიანე მაგას საინტერესო კომენტარები იყო Facebook-ში და ვეთანხმები იმ კომენტარებს აქ აღარ იმოსა ცენზურას დავიცავ და რაზე ვერ შეთანხმდითო ეგ იყო არსი შარშან ხო კი ბატონო ხო ხვდებით ეხლა რასთან გვაქვს საქმე ამიტომ ის რომ ესენი ამ ხალხს რომ ეუბნები რომ წარმოიდგინე მეც მაქვს ეს დიალოგი ხო სადმე ქუჩაში მაჩერებენ ხოლმე ტრანსპორტით დავდივარ თუ ეზოში ძახს რო ასეინოთ რაღაცა ამას ეუბნებოდი მას კოალიციური მთავრობა მეკითხება ვის შორის კოალიცია ამათ შორის შეხედი ამათ და ვერაფერს ვეღარ პასუხობ რა განსაკუთრებით ამ ამბების მერე რაც მოხდა შესაბამისად ჩემი მოლოდინი არა მეთქი გამოსავალი არის ის რომ მე მეგონა და ვიმედოვნებდი რომ აი ამ მოძრაობიდან რომელიც ასეთი მნიშვნელოვანი იყო და გამოშა ბევრი კარგი ადამიანი ახალი ამ მოძრაობაში მაგალითად ისეთ როგორც არის კოტე და სხვები, ბევრი ხო, თეატრალები იქნებიან თუ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც აღმოჩნდა, რომ აქვს თავიანთი სამოქალაქო პოზიცია, მტკიცე, პოლიტიკური პოზიცია და ასე შემდეგ. მეგონა რომ ეს ადამიანები რაღაც ეტაპზე გადავიდოდნენ, ან სხვა ეტაპზე გადავიდოდნენ. თუნდაც პოლიტიკურ მოძრაობას ჩამოაყალიბებდნენ თუ პარტიას არ ამ ეტაპზე, მაგრამ სამწუხაროდ ყველას აქვს როგორი პოზიცია, იცი რა, პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის. პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის, ერთი სული მაქვს, როდის მოვიშორებთ ივანიშვილად ჩემს საქმეს დაუბრუნდები და ბოდიში მაგრამ ვერასოდეს ვერ მოიშორებ ასე და შენ საქმესაც ვერასოდეს ვერ დაუბრუნდები თუ არავინ არ აიღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას იმიტომ რომ ხო ვერ დავავალდებულებთ არა ვერ დავავალდებულებთ შეგვიძლია მოუწოდოთ მხოლოდ თამას ვაკეთებ ახლა იმიტომ რომ თქვენ კიდე მოგიწევთ დიდხანს რუსთაველზე დგომა იმის ლოდინი როდის წავა ბიძინა რომ თქვენ საქმეს დაუბრუნდეთ თუ არ აღმოჩნდება თქვენ შორის ადამიანი ერთი კი არა კაცო ადამიანთა ჯგუფი თუნდაც მე არ ვსაუბრობ ერთ ლიდერზე ხო ლიდერთა ჯგუფი რომლებიც გაბედავს და საკუთარ არავის არ უნდა პასუხისმგებლობის აღება იმიტომ რომ პოლიტიკა მართლა არ არის ლობიობა და ლობიოს ჭამა რა ძალიან რთული ამბავია და პასუხის პირველ რიგში ლიდერი რო გახდე შენ უნდა შეგეძლოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება ჩვენ ხშირად ვამბობთ რომ საქართველოში ყველას ლიდერობა უნდა და დღეს დავდექით თუმცა არავის არ უნდა საერთოდ არაფერი არ უნდა და ეს თუ არ მოხდა ეს ახალი ხალხი თუ არ გამოიკვეთა რომელიც თუნდაც მე აქ როგორ რაღაცა იცი როცა უკაცრავად და მოგწეს როცა ჩვენ საუბრობთ გაერთიანებაზე რომ რაღაცა იყოს ერთი გაერთიანება რატო გვინდოდა ხო ოპოზიციის რომ ერთიანი ძალა ყოფილიყო რომელიც დაუპირისპირდებოდა ხო ამაზე საუბრობთ ერთი ძალა ყოფილიყო და არა ცალ-ცალკე ყველა თავის გზაზე მიდიოდეს ერთი ძალა ყოფილიყო რომელიც შიგნით დაუპირისპირდებოდა ერთი ძალა ყოფილიყო რომელიც უცხოეთში ხალხს დაელაპარაკებოდა ეს გაერთიანება რო არ გამოდის ან ამის გზა რო ერთი ძალა იყოს არის ორი ან ვინც არიან გაერთიანდნენ და რაც დამთავრებული ამბავია უკვე მე გამორიცხული მგონი ახლა რა უნდა მოხდეს რომ ესენი ისევ გაერთიანდნენ და როგორც გაერთიანდნენ არ ვჯერა რომ ხვალ არ დაიშლებიან ამათ რომ შემყურე ამიტომ ეს ჩემთვის დამთავრებული ამბავია და მეორე გზა იმისა რომ ერთი ძალა იყოს არის ცოტა უფრო რთული გზა მაგრამ შეიძლება უფრო შედეგიანი რომ გამოჩნდეს ერთი ძალა თუნდაც არსებულებში იყოს ეს ან ახალი რომელიც თავის თავზე იტყვის თავს დაანებებს ამ ერთიანობაზე ლაპარაკს იტყვის რომ მე ვიღებ ჩემ თავზე პასუხისმგებლობას მე ვიღებ ჩემ თავზე პროცესის ლიდერობას და გამომყევით ხალხო და თუ მოახერხებს ამას რომ ხალხი გაყვეს ხო შემდეგ ის პარტიები თავისით მოხოხდებიან ამასთან მაგალითად ვარდების რევოლუციის წინ არც ჟვანიას და არც ბურჯანაძეს გულზე არ ეხატებოდა სააკაშვილი მაგრამ სააკაშვილმა რომ მოახერხა ხალხის დობის მოპოვება და რომ დაინახეს ესენი რომ ეს ლოკომოტივი იყო და ისინი მატარებელს ჩამორჩებოდნენ მე თავად მივიდნენ სააკაშვილთან ესეთ სიტუაციაში საბოლოო ჯამში თუ ლიდერი პარტია ანუ 2012-ში ხა ის ამბობდა რა ქვია ივანიშვილის ფრაზა გაიხსენეს ამას წინათ რომ ივანიშვილმა თქვა მე აქამდე რო ოპოზიცია ვერ ერთიანდებოდა ერთმაგიდაზე დავსვი და გავეერთიანო რატო გაერთიანა იცი ლიდერი გამოჩნდა და იმიტომ ისინი ერთმანეთთან სალაპარაკოდ კი არ დასხდნენ ერთმაგიდასთან ივანიშვილთან სალაპარაკოდ დასხდა ყველა სიბადული კოტე თქვენ რას ფიქრობთ ამათთან დაკავშირებით და ასევე მე დავუმატებ იმას რომ იყო ესეთ სიტუაცია როდესაც საზმაუს მარში საკმაოდ ძლიერი იყო იმასთან შედარებით მაინც ვიდრე ახლა არის და ბევრი ადამიანი მხარში ედგა ამ ადამიანებს და რაღაც პროტესტის ერთ-ერთ მთავარ ძალად წარმოიდგენდა. ამ ადამიანებმა შექმნეს პოლიტიკური მოძრაობა, მაგრამ
ალბათ ვიღაცებისთვის ძალიან გასაკვირი იყო ის, რომ ამ ადამიანებს ძალიან ბევრი გულშემატკივარი არ გამოუჩნდა. ეს არის იმის ბრალი, რომ რაღაც მიმარცხენე მიმდინარეობა იყო ამ მოძრაობის შინაარსი თუ რა უნდა გვექნა, ან რა უნდა ექნათ იმ ადამიანებს, რომ აი თითქოს რაღაც გამოჩნდა ძალა, რომელმაც თქვა, რომ აი ხა ჩვენ ვერთიანდებით, ახალი ძალა ვართ და შემოგვიერთდით, მაგრამ არ მოიტანა ის შედეგი, რაც თქვენ ამბობთ, რომ უნდა მოიტანა. მოდი მოკლედ თუ მიპასუხებთ და ცოტა დიდი შედეგი, ხო, აი ეს მეორე საკითხია. ვიღაცები ვერთიანდებიან, არ უნდათ, მაგალითად კოტეს არ უნდა ამ პასუხისმგებლობის თავისთავად აღებე. ფიქრობს, რომ არ გავა. მე თვითონ მიპასუხოს ამ თემაზე. მიწერია, აგერ მონიშნული მაგ. ხო. მაგრამ ვიღაცებმა გაერთია აი ეს რაც დაასახელე, იქ თავისუფლების მოედანი გაჩნდა. ხო რაღაც ისე კი არა რომ ახალი ძალა არ გაჩნდა, ამას პასუხებენ გაჩნდა, მაგრამ ეს რაღაცები დარეგისტრირება და მე ახალი ძალა მინდა, ეს კი არის საკმარისი. მე ვსაუბრობ პასუხისმგებლობის თავის აღებაზე, შენ თუ გინდა რომ პოლიტიკური ძალა გახდე ახალი პოლიტიკური ძალა, ამისთვის შენ უნდა ქმნიდე პოლიტიკურ პროცესს. ანუ შენ უნდა ქმნიდე პოლიტიკურ პროცესს და ეს ხალხი, მაგალითად თავისუფლების მოედანი არიან კომენტატორებად ჩვენ საერთოდ და კომენტატორი მე და შენც ვართ აგერ ეთერში ხედავთ და ლაპარაკობთ. ანუ პოლიტიკოსებია, კომენტატორობა არ არის. შენ პროცესს უნდა ქმნიდე. პროცესი რაც ნიშნავს, რომ შენ თავზე იღებდე რა ინიციატივას, იღებდე პასუხისმგებლობას, იდეებს აგენერირებდე, დღეს თავაზობდე რომ აქ მოდით ხა აქ დავდგეთ და რომ დაგინახავს ხალხი რომ შენ ხარ ენერგიული. აი ლევან ხაბეიშვილის მიმართ ხალხი რატო შემოbrunდა იმ დღეებში როცა გამოდიოდა ხალხმა დაინახა რომ ერთი კაცი გამოჩნდა, ვიღაცა ვისაც ადრე საერთოდ არც აქცევდა განსაკუთრებულ ყურადღებას, რომელიც თქვა რომ მე ავიღებ ჩემ თავზე რაღაცაზე მაინც ავიღებ პასუხისმგებლობას და მე ვიქნები ამაზე პასუხისმგებელი და გამოჩნდა რომელიც რაღაცა ცდილობდა პროცესი შეექმნა. ეს პროცესი როგორ დასრულდა, გასაგებია რომ ცუდად დასრულდა, მაგრამ ზუსტად მაგის გამო აიღებს ხალხს. არა, მე ამხოდა შენ უკეთესად გააკეთე, ანუ გამოჩნდა ადამიანი რომელმაც თქვა რომ მე ავიღებ ჩემ თავზე რაღაც პასუხისმგებლობას, მე შევქმნი პროცესს, კომენტატორი არ ვიქნები, რაღაცას ინიციატივა შემოგთავაზე. უბრალოდ ეს გენას არ ნიშნავს რომ ყველანაირი სიგიჟე უნდა შემომთავაზო. რო აიღებ ჭკვიანი უნდა შემომთავაზო და აი თუ შენ გააკეთებ ამას, მე ხალხი გამოგყვება. გასაგებია. და ეხა ესე რომ მე პარტია ვარ და ხალხო ისა, ხო გავიგე მარში, დადიან ეხა სოციალისტი, მაგრამ რა ვიცი ეხა სხვა ისეთი ინიციატივა ჭირდება მე რომელიც ხალხს აიყოლიებს. კოტესაც დაუთმოთ დრო ბევრი გექნება ცალპარკო დასწრებული. პირველი ნაწილი, ანუ და მე მიყვები შენ შეკითხვასაც ხო? პირველი რაც წეგან დამავიწყდა მოვინიშნე, მაგრამ ანუ რაც ხალხს აძლევს მოტივაციას რომ რაღაც კონკრეტულ ბრძოლაში შევიდეს, არის გეგმა. გეგმა ყოველთვის ამშვიდებს და ჩემი აზრით უკვე იატაქვეშეთის და რაღაც ჩუმი დაგეგმარების პროცესი აღარ არის. უნდა იყოს საჯაროდ გაცხადებული გეგმა, რაც მოიცავს იმ სტრატეგიულ ნაწილებს, რას ვაკეთებთ. რა თქმა უნდა, ამისთვის საჯაროდ რო იყოს ეს ყველაფერი გაცხადებული, მნიშვნელოვანია რომ არაძალადობრივი წინააღმდეგობის ელემენტები იყოს, იქიდან გამომდინარე რომ მე ამას რაღაც ყუდები არ მოებას და ეს გეგმა ყოველთვის ამშვიდებს და თუნდაც იგივე შენ გადაცემაში, როდესაც ვისაუბრეთ მაშინ, ხაბაიშვილის პლუსი ზუსტად ეგ იყო, რომ მე მგონი გადაცემაში არა, მაგრამ ნამშრომლობ მაშინ ვისაუბრეთ, რომ ხაბაიშვილის თავარ პლუსი ეგ იყო, რომ რაღაც კონკრეტული გეგმა დადო, თქვა რომ მე ვარ პასუხისმგებელი და მას ნახეთ ყოველ შემთხვევაში რომ რაღაც ნაწილი მოქალაქეების თუ ბოლომდე არ გაყვა ამ გეგმაში, ყოველ შემთხვევაში გამოჩნდა აქციას და შესაძლოა დააკავეს და მას შეუძლია თქვას რომ მე როგორ ყოფილიყავ სხვანაირად იქნებოდა, არ ვიცი ხო? ნუ ეგ არავინ არ ვიცი, თქო სპეკულაციებს თავგავანებთ, მაგიტომ აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით გამარჯვებისთვის ეხლა ფაქტია რომ მან შექმნა ეს. ნიშნავენია რომ დღის წესრიგი ჩვენ წავიღოთ და თავი რაზეც ვსაუბრობდი იმ დღეებში იყო რომ ჩვენ კი არ ვიყავით კომენტატორები, იყვნენ კალაძე, კობახიძე და ეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იყვნენ კომენტატორების რეჟიმში, რომ არა ხალხო არ უამხობენ 4-ში. და ამას იმეორებდნენ თვითონ დღეში 10-ჯერ. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა მხარემ ალბათ თუ კარგად შექმნა რაღაცა დღის წესრიგი, რომელზეც იმათ მოუწიათ პასუხის გაცემა. უბრალოდ ამის კრიტიკოსები დღეს და მაშინაც მერაბმა რაც თქვა, ისე არიან, რომ არიან კომენტატორების როლში, რომ აი ეს ბანძგეგმასტებს, ის კარგეგმასტებს და ეს ჯობია, მაგრამ ქმედითი ბიჭები არ მინახავს. მე ანუ მართლა ყველაფერში ვარ ჩართული იმ ხრივ, რომ ყველა შეხვედრა რაც იყო, იქ ნამყოფი ვარ და რაღაც მომისმენია ამ ხალხთან დავლაპარაკები ვარ და კომუნიკაცია მაქვს, ჩემ მეგობრებსაც აქვს კომუნიკაცია აქტივისტებს და უბრალოდ რაღაცა სიტყვები არის, რომ ესე ჯობია გაკეთდეს და მე ეს არ კეთდება. ანუ პირველ რიგში რაც უნდა დაიდოს, უნდა დაიგოს კონკრეტული სტრატეგია და ხალხმა უნდა დაინახოს, რომ ამ სტრატეგიას მივყვებით, რომ ჩვენ გამოყვეს და ეს ხალხიც იყოს ბრძოლის უნარიანი. ასევე გამარჯვებისთვის ჩემი აზრით ჩარშანაც
წერდი ამას უკვე არჩევნების მერე, რომ ესეთი ტრაიფექტა დავარქვი მე, რაც გვჭირდება. პირველი არის, რომ ოპოზიციის კონსოლიდაცია უნდა იყოს მაქსიმალური, ყველას ვერ გავაერთიანებთ, მაგრამ დიდი ნაწილი უნდა იყოს კონსოლიდირებული. უნდა მიმდინარეობდეს წინააღმდეგობა, ანუ პროტესტი უნდა მიმდინარეობდეს და საგარეო ფაქტორიც მნიშვნელოვანია. აქედან ეხლა ნახეთ, რომ ძირითადად 4-ში რაც მოხდა, ძალიან ბევრი კომპლექსურად მოხდა რაღაცები, მაგრამ პირველი რაც ნახეთ იყო, რომ წინააღმდეგობაში გვიჭირს იმიტომ რომ რაღაც ახალ ხერხებს ვერ ვნახულობთ ოპოზიციაში კიდე ნუ მერაბმა ისაუბრა ეხლა და აღარ დავხარჯავ მაგაში დროს ხო ზოგი პარტია ამბობს ეს გავაკეთოთ ზოგი პარტია ამბობს ის გავაკეთოთ ხო ეხლა ამაზე კამაცაც არ ვაპირებ იმიტომ რომ მე ერთმანეთს რომ ზედონ ხალხი აღარ ენდობა ხო იმ პარტიებს ვინც არჩევნებში შესვლა შესაბამისად ჩემი აზრით ეხლა რა უნდა მოხდეს დიდი შეკითხვა და აი ჩვენ რა ვქნათ ჩვენ ხო როგორც მიშან ხურდაძე ხო გაიცემა პასუხი ამ კითხვას ხო ანუ მე რა ვიცი ანუ რამდენ ეთერშიც ვიყავი იმდენ ეთერში ეს თქვი რომ ძალიან გავს ეს ყველაფერი იმას რაც მოხდა 96-2000-იანი წლები, რა თქმა უნდა, ეხა ინტერნეტი მაშინ არ იყო, უფრო მეტი რესურსი აქვს ეხა ხელისუფლებას, რომ დეზინფორმაცია გავრცელოს და რაღაც ხალხი შეეშინოს, მაგრამ მილოშევიჩზე რეპრესიული ჯერჯერობით რუსული ოცნება ვერ არის, როდესაც იქ სახლიდან იმაში სადარბაზოებში ეგრევე ჩაყავდათ იქ ქუჩაში აწამებდნენ ხალხს და რაღაცები, მაგდონემდე არ ვართ მისული, ხო? ანუ თან იყო სამხედრო დიქტატორი იყო, ხო? ესე არ იყო, რომ რა ქვია, ომში იყო იქ, ასე ვთქვათ, სამოქალაქო ომი ქონდა გაჩაღებული რამოდენიმე რეგიონში და შესაბამისად არ ერიდებოდა არაფერს, ხო? ანუ გაცილებით რთული სიტუაცია იყო, უბრალოდ რაღაც მომენტში მოხდა ესეთი, რომ სტუდენტური მოძრაობა, რომელიც ვიცი დღეს ოტპორის სახელით გაძლიერდა და მე ამ ხალხმა, როგორც აი შენ თქვი, რომ ლიდერი გამოჩნდა და ისა ამ ხალხმა დასვა მე ისო კონკრეტული ოპოზიციაც ერთად, რომ ეხა თქვენ ან ჩვენთან ხართ, ან ყველა ჩაირეცხებით, ხო? მარტივი იყო ეს დიდ მიტინგზე და მოიყვანეს ყველა და სიტყვა ყველას უნდა თქვას, რომ მიტინგზე და შესაბამისად ჩვენ ეხა პირველ რიგში რაც უნდა ვქნათ, არის ის, რომ ეს სიმძიმის ცენტრი თუ შეგვიძლია ჩვენ რომ სამოქალაქო საზოგადოებას დავსვათ თუნდაც ოპოზიციის წევრებიც და პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი და ჩვენც დავსხდეთ ერთად, ეს უნდა გავაკეთოთ. ოღონდ აქ მე არ ვხედავ იმას, რომ ვიღაც ახალი უცბად დაიბადება და ბაზალეთის ტბაში იქ რაღაცა აკვანი არის და ის გადაგვარჩენს, ხო? ის ადამიანი ვიღაც კონკრეტული ლიდერი. აქედან გამომდინარე, ჩვენ პირველ რიგში ნახეთ, წეღან მოვინიშნე და ესეც არ მithქვამს, ანუ ვიღაც ეწინააღმდეგება კი არა, ჩვენ ყველა უნდა ვიყოთ წინააღმდეგობაში, ანუ ეგრე უნდა იმას ეგეთი მაინდსეტი უნდა გქონდეს, რომ ჩვენ ყველა ადამიანი, ვინც ახლა პროცესში ვართ ჩართული, ვართ წინააღმდეგობაში და სამსახურში რომ მივდივარ, იქაც სიტყვა შემიძლია რომ გავავრცელო, კონკრეტულ პროპაგანდას რომ გავიგებ, კი, დამღლელი არის რომ ვიღაცა სუ ეჩიჩინო, მაგრამ ჩვენთვის ის მაინც საქმე არის, რომ აი აგერ ვინც იყო კოცების წარმომადგენელი და რაღაც პროპაგანდას ავრცელებდა, ის რომ პასიური გახდეს, ეგეც საქმე არის. შესაბამისად, ჩვენ ესე მეთოდურად თუ მიუდგებით და ჩვენ ამას აღვიქვათ როგორც ჩვენს ბრძოლას და არა ვიღაცა კოტეს ბრძოლას, მერაბის ბრძოლას და ასე შემდგომ, ჩემი აზრით გამოგვივა და პასუხებლობას რაც შეეხება. პასუხებლობა რა ვიცი, ანუ 2022 წლიდან, რაც კი აი ეს მეორე შეჭრა იყო, უკვე სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო რუსეთმა, მე და ჩემი მეგობრები გარეთ ვართ და აქციებიც დაგვიორგანიზებია და ან პასუხებლობაც აგვიღია ყველაფერზე. უბრალოდ რაღაცების ცდება ჩვენს შესაძლებლობებს ჩვენ მაგალითად ეხა მე ამ კონკრეტულ შემთხვევაში ძალიან კარგად ვაანალიზებ, რომ თუ ეხა არ გადატყდა სიტუაცია, მე ჩემს რაღაცა პატარა ნაჭუჭში ვერ დავბრუნდები და ყოველ შემთხვევაში მე ეგეთი ადამიანი ვარ, რომ ვერ ვიცოცხლებ ისე, რომ რა ვიცი, შვიდად ვიყო ფეხზე გადავიდო, იქით ხალხს დილით უვარდებოდნენ და ასე ვთქვათ, იჭერდნენ, ან საბოლოო ჯამში მე ეგეთი განცდა მაქვს, ყოველ შემთხვევაში, რომ მეც მომდგებიან. უბრალოდ განცდა მოგდნენ კაცო, მამაშენი დაიჭირეს. არა, მე ჩემ თავზე ვამბობ ეხლა კონკრეტულად, რომ მამაჩემი კი ბატონო, რა თქმა უნდა, სუბიექტურად სტრესული არის, მაგრამ ხო, ანუ პასუხებლობის აღება არ არის აქ პრობლემა, იმიტომ რომ ბევრ ადამიანს აუღია ჩემი რგული პასუხებლობა. უბრალოდ ჩვენ ნაკლები წვდომა გვაქვს სამწუხაროდ საზოგადოებაზე, ეხლა რა პედიატრიულ საზოგადოებაში და მშობლებთან შეიძლება ცნობადი სახე ვიყო, მაგრამ როგორც ეს რაღაცა აქტივისტ და იმას არ მიცნობს, ხო, ხალხი უფრო მიცნობს როგორც ჩემი პროფესიიდან, ვიდრე როგორც აქტივისტ, მაგრამ ეგ ჩემი აზრით მე ვფიქრობ, რომ როგორც თქვენ თქვით, დაგეთანხმებით, იმიტომ რომ ამ დროს მომივიდა ეს აზრი, რომ მე თქვა, არავინ არ არის ვალდებული ამ ქვეყანაში, რომ იმაზე მეტი გააკეთოს, ვიდრე მას
მოსევალება, გულისხმობ პროფესიულად განათლების კუთხით კარგად იცხოვროს, კარგად ეს არის მისი არ ვიცი ერთადერთი ვალდებულება თავის მიმართ, არა ვერავინს დავავალდებულებთ რომ მეტი პასუხისმგებლობა აიღოს ქვეყნის გადასარჩენად, უბრალოდ ინდივიდუალურია. თუ არა იღებ ამ პასუხისმგებლობას, მაშინ მოგიწევს იცხოვრო ისეთ ქვეყანაში, როგორშიც დღეს ცხოვრობთ. ამიტომ გონია და აი მაგის мотиваცია რომ ადამიანმა ჩათვალოს ეს თავის ბრძოლა და არა სხვის ბრძოლა და ანუ შორიდან კი არ უყუროს. ანუ ერთ-ერთი ვარიანტი არის, ბოდიში ერთ-ერთი ვარიანტი არის, რომ იქ დავანახოთ ადამიანებს, რომ ვერავის დავავალდებულებთ, მაგრამ შენ თვითონ უნდა დაავალდებულო შენი თავი რომელზე მეტი თავი ჩვენვე გვეყუდნოდეს ამ შემთხვევაში უნდა გავიგოთ ისე რომ ჩვენი წილი ბრძოლა ყველამ უნდა ვიბრძოლოთ. მოდი მე რაფსაც დავუთმოთ სიტყვა, მე 5 წუთი სადაც დავამატებ, მაგრამ თუ კიდევ რამე გაგვთ სათქმელი, აუცილებლად დაგიბრუნდებით რამე მე გვაქვს კითხვა პასუხი, ხო? ჯერ ზოგადად ვსაუბრობ, თუ გაგვთ რამე სათქმელი, ან შეგვიძლია გავაგრძელებინოთ ისე. არა, პრინციპში ხა ძირითადად სათქმელი თქვი, უბრალოდ რაც მინდა ამას დავამატო პოლიტიკურ ველზე როცა ვსაუბრობთ, ხო, ჩვენ გაჯანსაღებაზე პოლიტიკური ველის ახალი სისხლი თავისთავად არის უკვე მნიშვნელოვანი თემა. ოღონდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ახალი სისხლი არ უნდა იყოს მარტო ის, რომ ჩვენ ახლა გამოვჩნდით და აგერ ვართ და დაგვინახეთ. რა ისე არავინ არ დაგინახავს. ამას ჭირდება მუშაობა, პოლიტიკოსის ინსტინქტი უნდა გქონდეს. პოლიტიკოსი არ უნდა გქონდეს, შენ ლიდერის ინსტინქტი უნდა გქონდეს და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ქვეყანაში ამის კრიზისი გვაქვს. უბრალოდ კრიზისი გვაქვს ამისი და შესაბამისად ჩვენ ვიღებთ სიტუაციას, როცა ეს ველი დარჩა მოსუფთავებული ფაქტობრივად. ეხლა რა ვქო, ოცნება აპირებს ეს ხელოვნურად მოასუფთავს და პირიქით შეიძლება ამ პარტიებისთვის კარგი იყოს, იმიტომ რომ ეს თვითონ ის პოლიტიკოსები, ვინც ამ პარტიაში არიან, შეიძლება რაღაც ახალი შეიძინონ, ასე ვთქვათ, იდენტობა, ხო, იგივე დისიდენტურ მოძრაობაში გადასვლით და ასე შემდეგ, მაგრამ საბოლოო ჯამში თუ ჩვენ ძლიერი პოლიტიკური მოძრაობა არ და იმიტომ რომ ხა ოტპორზე როცა ვსაუბრობთ, გასაგებია ხო 2003-შიც ეგ მაღაზი ეგ მაგალითი ქონდათ ხო რევოლუციის დროს და კმარა და ასე შემდეგ რაღაც ამ მარტო კმარა არისო, მაგრამ კმარა ძალიან დიდი კმარაც ამ სერბეთის მაგალითზე იქნებოდა ხო მაშინ და რაღაცა და იმან თავისთავად ან ყველაფერს აქვს თავისი ისტორიული ასე ვთქვათ კონტექსტი ხო იმ მომენტში იმუშავა იმან სერბეთში იმუშავა ამან იმუშავა ვთქვათ საქართველოში კმარა ხეხმარებოდა ასე ვთქვათ ხო პოლიტიკურ ძალებს მაგრამ გადამწყვეტი როლი მაინც პოლიტიკურმა ძალებაში ასრულა 2003 წელს და აი აგივე ხა სომხეთის მაგალითი რო ავიღოთ ხო ხა ფაშინიანი თავიდან აქტივისტი იყო მაგრამ მე რაღაც პერიოდში აიღო ხო თავის თავზე ამ ადამიანმა ლიდერობა და პასუხისმგებლობა და ნუ სანამ ასეთი რამ არ მოხდება მანამდე ჩვენ სულ ასე ვიქნებით სამწუხაროდ მე ესეთი პროგნოზი ძალიან ვიღაცა ან ვიღაცები იმიტომ რომ საბოლოო ჯამში დარჩება ეს ყველაფერი აი ასე ვაიმე ხარ ავქნათ გეგმა არ არის ამ შემთხვევაში თავარი ამაში არ და ხო რატომ არ იღებს პასუხისმგებლობას და არ უდგებით ამ პროცესებს ხო ეგ საინტერესო კითხვაა ჟურნალისტი იყო ფაშინიანი სხვათა შორის ხო მაგრამ მანამდე აქტივისტიც იყო და შემდეგ მესმის შეიძლება იმიტომ რომ არ ვიცი ხა ჩემ თავში ჯერ ვერ დავინახე პოლიტიკოსის ხო აი თემა არის რა თქმა უნდა ამიტომ ამბობ რომ ამის პრობლემა მეორე თემა თავარი თემა არის ჩემ შემთხვევაში ის რომ ჩემი პროფესია რაღაცა ხა პოლიტიკოსობასთან და რაღაც ასეთ აქტივისტთან შეუთავსებელი ეთიკურად ამ დროს სწორი არის ის მაგალითი რომ ფაშინიანიც ეთიკურად შეუთავსებელია ხო იყო მაგრამ მაშინ უნდა დავანებო მუშაობას თავი და ხა მუშაობას თავს ვერ ვანებენ იმიტომ ეს ერთი ჩემს მე მაგალითად ყველას გვაქვს აი ეს კონკრეტული პრობლემა ხო ეხლა მე რო ავდგე და თქვა რომ მე მივდივარ პოლიტიკაში ხო ჟურნალისტი ვეღარ ვიქნები არ გამოდის ახლა ესე ხო ახლა არაეთიკური არის პოლიტიკოსი და ჟურნალისტი სხვა პროფესიასთან ესე ეთიკურ წინააღმდეგობაში არ მოდის პოლიტიკოსი შეიძლება იყო პოლიტიკური მოძრაობაშიც და თქვათ იურისტიც იყო მსახიობიც იყო არ ვიცი ექიმიც იყო თუ მოგცემ საშუალებას და ჟურნალისტიკას ხვდები ხო ახლა ეს ეთიკურ წინააღმდეგობაში უბრალოდ მაშინ უნდა მივატოვო ჩემ სამსახურს მივატოვო სხვა შემოსავლები არ მაქვს და ანუ შესაბამისად ხო პოლიტიკოს გამოხვიდეთ რომ არა აქ საუბარი არის ყოველთვიურ შემოსავალზე მივხვდი ახლა ჩვენ ხო ის კლასი ვართ ასე საშუალო კლასი რომელიც ცხოვრობთ ხელფასიდან ხელფასამდე ერთითვის ხელფასიც რო ჩაგივარდეს უკვე პრობლემა გაქვს მივხვდი იქ ბანკთან ვალდებულება რაღაცა 1000 რაღაცა ოჯახთან ვალდებულება და ასე შემდეგ ანუ ეს ყოფილი პრობლემებია რა და ამიტომ სხვა პროფესიისთვის შეიძლება უფრო მარტივი იყოს საწყის ეტაპზე სანამ ის მაგალითად მსახიობი იქნება თუ იურისტი იქნება
თავისი არსით გადაეშვება პოლიტიკაში, საწყის ეტაპზე მან შეუძლია შეუთავსოს ეს ორი სამსახური ერთმანეთს. რასაც მე ვერ გავაკეთებ მაგალითად რა. კოტე, თქვენ რატომ შევდგებოდით სათავეში ამ პოლიტიკურ არ ვიცი, სიტუაციას? სათავეში ჩადგომა. და კიდევ იცით რას კითხავთ გაერთიანებასთან დაკავშირებით, ბოდიში რომ შეგაწყვეტნით, აი ამ ეგოებზე რას ფიქრობთ გაერთიანებასთან დაკავშირებით? ჩვენ თქვით კრიტიკით დავიწყებ, ანუ შარშან იყო ესეთი სიტუაცია, რომ უნდა შექმნილიყო რაღაცა კონკრეტული პლატფორმა, სადაც იქნებოდნენ დელეგატები, როგორც პოლიტიკოსებიდან, ასევე რა ქვია, სამოქალაქო აქტივისტებიდან და საზოგადოებიდან ზოგადად, ექიმებიდანაც და ასე შემდგომ. და ამ საკითხში მე მაგალითად არ ჩავერთე იმის გამო, რომ 20 ადგილი იყო დატოვებული ქართული ოცნებისთვის. რაც ჩემთვის მიუღებელი იყო, იმიტომ რომ უზურპატორებს რატო ვაძლევდით იმ კონკრეტულ სტრუქტურაში ადგილს ჩემთვის გაუგებარი იყო, მაგრამ ეხლა რეტროსპექტულად რო უყურებ, ალბათ მეც უფრო მეტი შემეძლო რომ გამეკეთებინა, რომ ეგ საქმე გამოსულიყო და ეხა თუ შევძლებთ ჩვენ რომ ეხა მაინც გამოვიდეს რაღაც კონკრეტული ესეთი სტრუქტურა, სადაც ადამიანების დიდი ჯგუფი იქნება და ჩემთვის ანუ სათავეში ჩადგომაზე არ არის პრობლემა. მე თუ მექნება ისეთი, ასე ვთქვათ, იმის რწმენა, მექნებოდა იმის რწმენა, რომ ერთი ადამიანი კონკრეტულად კოტე ჩახუნაშვილს შეუძლია რომ თქვას, რომ აი აგერ ეხა ამას ვაკეთებთ, ეხა ამას ვაკეთებთ, ეხა ამას ვაკეთებთ და შემდგომ ხალხი გამოყვებოდა, შეიძლება ეს გამეკეთებინა, მაგრამ მე უფრო მჯერა იმის, რომ აი წეღარას ვთქვი, რომ ჩვენ თუ რაღაცა კონკრეტულ ერთობას შევქმნით, სადაც იქნება გეგმის ნათელი გეგმის, ოღონდ არა ბუნდოვანი გეგმის, რომ აი 4-ში მოვედით, 4-შივე დავამთავრეთ, ხო? ანუ ეგ ცოტა ბუნდოვანი გეგმა არის, ხო? იმიტომ რომ არ იცი დეტალები რა არის, რა ხდება და აქედან გამომდინარე, ჩვენ თუ შევქმნით კონკრეტულ გეგმას, რა გვჭირდება, მაგალითად ვიტყვით, რომ 100,000 კაცი რო გამოდის აქციაზე, იქიდან სამწუხაროდ ბევრი რა 99% ჩემი აზრით ბრუნდება სახში და იმის იქით არ ცდება არანაირ პოლიტიკურ აქტივობას მისი. შეიძლება Facebook-ში შემოვიდეს 1-2 დაკლიკოს რაღაცა, გააზიაროს ასე შემდგომ, ანუ სადაც 1000-დან 500-დან 1000 კაცამდე რჩებით ალბათ პოლიტიკურად აქტიური Facebook-ს და Facebook-ის გარეთ. მე დავსახავდი ამ მიზანს, რომ ეს ხალხი იქნებ გავზარდოთ და რა ვიცი, სიტყვაზე ორ თვეში იყოს 5,000 კაცი უკვე, რომელიც იქნება ეს არის უკვე საქმე და ლიდერობა. ანუ მე იმას კი არ გულისხმობ, რომ ეს რასაც ახლა კოტე ამბობს, რასაც მე ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. ხა ლიდერი ესე ვერ გაჩები, ან კოტე ვერ იტყვის, ხა დღეს მე მინდა ლიდერი ვიყო ხალხმა და გავამყევით, ან მე ვერ ვიტყვი ამას, ხო? შენს უნდა დაიმსახურო და დაიმსახურო უნდა ეს საქმეში უნდა გამოჩნდეს, ან ამით უნდა დაიწყო რეალურად, რასაც კოტე ლაბარაკობს, ხო? შეიქმნას რაღაც ჯგუფი, მე თრითაც დავიწყეთ, საორგანიზაციო კომიტეტი თუნდაც ამ წინააღმდეგობის მოძრაობის რაღაცა ჯგუფი, რომელიც გეგმას დასახავს, იმუშავებს და მე იმ მუშაობაში ხალხ გამოიკვეთება ლიდერი თავისთავად, ანუ ხალხი დაინახავს, ვის აქვს ამის უნარი, ვის უფრო მეტად მიყვება ხალხი, თვითონაც დაინახავენ ერთმანეთში. ანუ ამაზე ერთ საუბარი, ხა ესე ლიდერი ხო ვერ გამოჩნდება, რომ მე მინდა და რაღაცა. ანუ ეს რასაც კოტე ამბობს, ეს გეგმაზე მუშაობა იქნება თუ რაც იქნება, ეს პროცესი გამოკვეთს მე თავისთავად ლიდერს ან ლიდერებს. ხო ხა ეროვნულ მოძრაობასაც ერთი ლიდერი ხო არ ყავდა, მარტო გამსახურდა ხო არ იყო. იქ იყო მერაბ კოსტოვა იყო, სხვა პარტიების სხვა ლიდერი ყავდა, რა ვიცი, ბევრი ლიდერი, ბევრი პარტია იყო, რომელზე ბევრი ლიდერი იყო. ხო, მაგრამ მე იმ ლიდერებში დუღილში ერთმა კაცმა გამსახურდია მოახერხა უფრო მეტი ნდობის მოპოვება, მას უფრო მეტად დაუჯერა ხალხმა და ბოლოს გაყვა ხალხი მას არჩევნებზე, ხო? და დარჩენ თამაშგარეთ სამწუხაროდ. ნახა, იქაც ერთმანეთს ჭამდნენ მე და მთელი ამბები იყო და როგორ დასრულდა გვახსოვს ხო ეს. მაგრამ აი ეს მაგალითი ამიტომ მოყავს, რომ ეს ამ პროცესის უნდა დაიწყოს. ესე ვერ დაიწყო ხა როგორც ჩემი მითხარი, მე რატო არ გინდა და მე რაბი გამოვა და იტყვის რომ მინდა კი და უსო ლიდერი გავხდები და ვერც კოტე. ხო. ყავს ლიდერი მეგობრებო. ხო, ანუ ვერც კოტე ვერ ზავს, მაგრამ აი ესეთი რაღაცა თუ დასხდებიან, რაღაცა კომიტეტი ჩამოყალიბდება და ამ კომიტეტში მე ხალხი დაინახავს, ვინ უფრო აქტიურია, სიტყვით გამოსულები. ჩაგეჩრები რა მე რა ერთობაზე კიდე იმას ვიტყვი, რომ მაგალითად, როდესაც შარშან იყო ესეთი ეპიზოდი, მე მგონია უთოს შეხვედრა იყო თუ ევროპარლამენტის შეხვედრა იყო, არ მახსოვს და ყველა პარტია ერთად რო წავიდა იქ ხალხშიც ჩემი ურგლივას და თვითონ Facebook სოციალურ ქსელში რო გენახა, ძალიან კარგი გამოხმაურება იყო, რომ ყველა ერთად წავიდა და რაღაც საქმეს აკეთებდა უცხოეთში, მაგრამ მაინც აკეთებდა რა და ანუ ეს უნდა გადმოვიტანოთ ეხა შიგნითაც, ოღონდ მარტო პოლიტიკოსები ჩემი აზრით არ არის საკმარისი, იმიტომ რომ ყველას ვისაც შეუძლია ერთი ქვის დადება, ის უნდა გააკეთოს. მე მაგალითად ჩემი ერთ-ერთი ის იქნება, ჩემი მეგობრებთან ერთად, რომ მეტად გააქტიურდნენ ექიმები, იმიტომ რომ ექიმებს ძალიან ბევრ ადამიანზე აქვს პირდაპირი კავშირი გაქვს, ანუ შეიძლება ბევრს არ ენდობოდნენ, მაგრამ პირდაპირი კავშირი, როდესაც გააქვს ბმა ექიმთან და მისვლა გიწევს, ანუ ეს არ არის მარტო Facebook-ით
რაღაცა, ანუ პოლიტიკური კომენტატორობა, ხო, რაღაც აზრის ლიდერი ხარ ფაქტობრივად და შეგიძლია რომ რაღაც კონკრეტული სიმართლე გავრცელო. სიმართლეში მე იმას გულისხმობ, რომ ქვეყანაში მინიმუმ რა ხდება, იმას არ უნდა მოერიდოს, ხო? მე იმას არ ვამბობ, რა ვიცი, სხვა პოლიტიკური შეხედულების ადამიანი მოვიდეს შენთან და არ უმკურნალო. ეგ არ არის ეთიკური და შესაბამისად ამას არავის არ ურჩევ, მაგრამ თქვენი პოლიტიკური წამსის დაფიქსირება ჩემი აზრით უნდა შეძლოთ, მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა იქნება რაღაც ბექლეში, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება ვიღაც პაციენტი პირიქით შენთან არ მოვიდეს, რახან განსხვავებული პოლიტიკური პოზიციაა. მადლობა. ამოგვეწრო მგონი 25 წუთით, 5 წუთით დავამატეთ. ეხლა გადავიდეთ კითხვა-პასუხის რეჟიმზე. მე დაგისვამ თითო კითხვას და თქვენ გქნებათ 5 წუთით თქვენი კითხვების აპასუხოთ, მაგრამ იმის მიხედვით თუ რამდენ დროს გამოიყენებთ თქვენი ოპონენტს, ვიტყვი მაინც არ ხართ ოპონენტები, მაგრამ შეგეძლებათ რომ კითხვასაც კი უპასუხოთ. მოდი მე რა თქვენ გკითხავთ. ისევ იმას ვიტყვი რომ თუ ამდენი ხანი პროტესტმა ვერ იპოვა ეს ახალი ლიდერი ან თუნდაც ძველი, ჯერ კიდე ადრეც ცდილობდნენ ამას და მაშინაც არავინ არ გამოჩნდა. ახლა მაგალითად 2023 წლის შემდეგ ბევრად უფრო ცუდი სიტუაცია. მაშინ თუ ვიღაცას უწევდა რომ რაღაც X პასუხისმგებლობა აიღო, ახლა ალბათ 10 ჯერ უფრო მეტი პასუხისმგებლობა ამ პროცესში ლიდერად მოვლინება, რაც არ უნდა მართლა რაღაც საქმე გააკეთო და თავისთავად გახდე ლიდერი. და აი ამ ყველაფრის მიხედვით, რამდენად არის ზოგადად შესაძლებელი ისევ ის როგორ შეიძლება ვიღაცა გამოჩნდეს, ვინც აიღებს თავის თავზე ამხელა პასუხისმგებლობას, მაშინ როცა ვიღაცა გამოდის, იღებს პასუხისმგებლობას და მიდის ციხეში. გასაგებია რომ შეიძლება ეს გეგმა რაღაც მეტნაკლებად ცუდი იყო, მაგრამ არგუმენტია რომ ლიდერი გამოჩნდეს დაიჭერე. მაგრამ თუ ის იქნება სახალხო ლიდერი ვერ დაიჭერე. აქ თემა არის რომ სანამ გახდება სახალხო ლიდერი მანამდე დაიჭერონ შეიძლება, მაგრამ ნუ ეხა ასე თუ უყურეთ რომ ხა იმას დაიჭერენ, ამას დაიჭერენ, მას ჩამოუშვათ და ხელა არაფერი არ უნდა ვაკეთო. ხო, ეგ მართალია, მაგრამ იცით ანუ ეგ არ არის რა, ანუ მიზეზი ჩემი აზრით. უბრალოდ დაანონსა რაღაც კონკრეტული ქმედებები თქვა რა უნდა გავაკეთოთ და შუაგზაში დაიჭერეს. მაგრამ დაუშვა შეცდომა მაგალითად. დაუშვა შეცდომა ის რომ დაიწყო ამ რაღაც სპეცრაზმელებზე ლაპარაკი $200,000 და რაღაც ანუ შეთავაზება და ისა ჯერ ერთი ხა აქეთ ხარისაც ეს არავის არ მოეწონა. ხო. პროტესტში მონაწილე ხალხს. ხო? და ახლა გასაგებია რომ ახლა რაღაცა გათვლა იყო რომ ვიღაცა სპეცრაზმელი გადმოსული იყო, მაგრამ ბოდიში, მაგრამ ახლა ეგეთი მოძრაობა რომ დაეხა ბიზნესში ფულით აჯობებ. აი ვიღაცები საუბრობდნენ რომ აი ლილუაშვილი იყო ის ადამიანი, ვინც ამ ხალხს ოპირდებოდა რომ რაღაცა აქეთ ხარეს უნდა და გადმოსვლა და ინფორმაციას აძლევდა. და წარმოვიდგინოთ ერთ სიტუაცია რომ ლილუაშვილი მართლაც გაბრაზებული იყო რომ მოხსნეს რაღაცა მისი ნათესავი დაუჭირეს და მის ირგვლივ ტრიალებდა ხელისუფლება, ხო? და გაბრაზებული იყო და მართლა აპირებდა აქეთ რაღაცა გადმოსული იყო და საბოლოო ჯამში ამას რომ დაინახავდა ივანიშვილი, შენ რო იცი რომ ლილუაშვილი ამას აპირებს, ივანიშვილიც ხო იცის, ხო? თემა მისვას უსვა. შენ უფრო მეტი რესურსი გაქვს, მაგ რამე შესთავაზო თუ ივანიშვილს საბოლოო ჯამში, ხო? ივანიშვილს შეუძლია 10 ჯერ მეტი შესთავაზოს ლილუაშვილს და ისევ თავის მხარეს გადაიყვანოს და მე ვჭი მაქვს რომ თუ ეგეთ რამე ხდებოდა, ეგეთ რამე მოხდა კიდეც. გუშინ იჯდა ის ირაკლი კობახიძე და ამბობდა რომ ჩვენ გქონდაო ინფორმაციაო, რომ ჩვენგან ერთ-ერთი ლიდერიო მათ ეთანამშრომლებობდა და ეს გავანეიტრალეთო. როგორ გავანეიტრალეს? ივანიშვილს აქ 1000 რესურსი ან დაემუქრება, ან შენზე მეტფულშია რომ 200,000 შესთავაზებს, ის 2 მილიონს შესთავაზებს უკაცრავად. ხო და ეხლა რანაირად აჯობებ ასეთ რაღაცაში და ეს მე წამოიკიდეს და მიზეზად გაიხადეს ის ფორმალურ მიზეზად და ხაბეშვილი დაეჭირათ. ამერი გადატრიალებას შეუძლია. ხო და ამაზე ასეთ ფორმალურ მიზეზს ანუ ჭკვიანურად უნდა იმოქმედოს, ვინც იქნება ლიდერი იქნება და ლიდერი და ჯგუფი იქნება. 1000 რამეზე უნდა იფიქრო. 1000 რამეზე უნდა იფიქრო. ხო, ამაზე ვლაპარაკობ. ეხლა პოლიტიკური სპექტრიდან რთულია დღეს ლიდერი იშვას, არსებული პოლიტიკური სპექტრიდან, იმიტომ რომ უმეტესობა მათგან არის დისკრედიტირებული. სხვადასხვა მიზეზის გამო. ნაცობის გამო არიან დისკრედიტირებული, ვიღაცები სხვა რაღაცის გამო არიან დისკრედიტირებული. ეხლა ამ ლელომ და გახარიამ ეს არჩევნები დაუმატეს და დიდ ნაწილში ნდობა დაკარგეს. ანუ ამ პოლიტიკურ სპექტრში არიან ადამიანები, ვისაც პიროვნულად აქვთ ეს თვისებები. იგივე ხაბეიშვილი, ვთქვათ, გიორგი ვაშაძე საკუთარ ლიდერობას სჭირდება ენერგიულობა. განსაკუთრებით სჭირდება, რომ ენერგიული იყო და რა ვიცი, აი თავი კონდეს გადადებული და არის ესეთ ხალხი, მაგრამ ამ ხალხს ეს თავიანთი ვარსკვლავური შანსი გაუშვეს. აი მაგალითად გიორგი ვაშაძეს ასეთი შანსი ჰქონდა ერთი 10 წლის წინ მაგალითად. რო ქცეული იყო ლიდერად, მაგრამ
გაუშვა მანაც შანსი. ჯერ პარტიაში ნაციონალურ მოძრაობაში იყო და საინტერესო აი ლიდერი, ახალი ლიდერის წარმოშობის პროცესზე, აი მაგალი გიორგი ვაშაძეზე რომ დავაკვირდეთ, ხო? მიშა რო იძულებული გახდა გაქცეული იყო ქვეყნიდან, ფაქტობრივად ნაციონალურ მოძრაობა იყო მაშინ თავარი ოპოზიციური ძალა, მე ვსაუბრობ 2014 ესე წლებზე რა, 2013-14 წლებზე და ნაციონალურ მოძრაობაში გამოჩნდა ერთი ენერგიული კაცი, რომელსაც იყო მზად თავის თავზე რა ეს გიორგი ვაშაძეზე ვსაუბრობ. აიღო თავის თავზე რაღაც ის რა ქვია. მაგრამ იქ ნაციონალურ მოძრაობაში ეს რომ დაინახეს, ვიღაცამ თავი წამოყო, ეგრევე როგორც ხდება ხოლმე, ხო, რაღაცა კვანტის დადება ის ასე, ეგრევე ჩაჩეხეს და გიორგი ვაშაძე საერთოდ დატოვა ნაციონალურ მოძრაობა, წამოვიდა იქიდან ამის გამო. იმიტომ რომ იქ ბოკერიას არ მოუნდა, მაშინ ბოკერიას იქ იყო ჯერ კიდევ არ მოუნდა ეს ვინ არის რატომ დავაღერლი და ის იმას არ მოუნდა და ჩაჩეხეს ეს კაცი. ეგოების თამაში იყო. მე ეს კაცი ცალკე რო გამოვიდა, ცალკე თამაშის დროსაც თანმიმდევრობა მე თვითონ დაუშვა ბევრი შეცდომა. თანმიმდევრობა ვერ გამოიჩინა. წამოვიდა ნაციონალურ მოძრაობიდან, შემდეგ არჩევნებზე შეუერთდა ის ნაციონალურ მოძრაობას. ის არჩევნები რომ დამთავრდა, ისევ გამოიყო ნაციონალურ მოძრაობას მერე ისე შეუერთდა და ასე წინ დაუგანიარა. და ეხლა ნუ ციხეში ზის და იძახის რომ ისევ ერთიანობა და ასე შემდეგ. ანუ ყველამ სადაც რაღაც შეცდომა დაუშვა, რაღაც თავისი შანსი, რომელსაც ერთხელ გაძლევს პოლიტიკა, ეს შანსი გაუშვა. პრობლემა არის და დღეს პოლიტიკურ სპექტრში უბრალოდ ვერ ვხედავ ადამიანს, ვინც აი ამ არსებულ პოლიტიკურ სპექტრში, ვინც ასეთ დობას მოიპოვებს. ამიტომ ვამბობ რომ მინდა რომ აი აქეთ ამ ხრიდან ამოიზარდოს უფრო ახალი ხალხი, რომელთანაც შეიძლება არ წარმოიშვას ლიდერი, მაგრამ შეიძლება წარმოიშვას. ცადოთ მაინც, ვიღაცამ შეიძლება ცადოს არ გაამართლოს, ერთი არ გაამართლებს, მეორე გაამართლებს, მესამე გაამართლებს, არ ვიცი. ან მაგრამ დღეს ჩვენ პრობლემა ის გვაქვს, რომ აქეთ ხარ საერთოდ მოძრაობაც არ არის, სურვილიც არ არის ამისი. და ისე ვიჩერები ვართ, აი კოტეს ამასაუბროს, რომ აი ისე იქნება ესენი გაერთიანდნენ და ვერ გაერთიანდებიან რა. გამორიცხულია და რომს გაერთიანდნენ რომ უნდა გაერთიანდეთ. ხო, რომ რომს გაერთიანდნენ ეს პოლიტიკური სპექტრი. რომს გაერთიანდნენ, მათ ხალხი აღარ გაყვება. სხვადასხვა მიზეზის გამო, იმიტომ რომ მათი გაერთიანება რაღაც მომენტში კონტრპროდუქტიულიც არის, იმიტომ რომ ვიღაცებს ნაცები ეზიზღება და ამბობს რომ ამ გაერთიანებაში ნაცები თუ ნაცებს არ გაყვება. ეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ოპოზიციაში. ნაციონალური მოძრაობას მთავარი პრობლემა დღეს ის კი არ არის რომ 13 წლის 9 წლის განმავლობაში რასაკეთებდა. ის ერთი პრობლემაა. ამ 13 წლის განმავლობაში ამ პარტიამ ვერ მოახერხა დობის დაბრუნება. და მოხ ჩვენ გვაბრალებენ. ყველა სხვა უნდა განტევისოთ. თქვენი ბრალიაო, იძახიან, თორე თავის კი არ ეკითხებია, რატო ვერ მოახერხეთ? რეაბილიტირება ვერ მოახერხა და ყველაფერს აბრალებენ. ქოცების პროპაგანდის ბრალია, იმის ბრალია, უკაცრავ ეხა ქოცება პროპაგანდაში თუ გაჯობეს, ამაში თუ გაჯობეს, მაშინ შე ქოცებს როგორ დამიმარცხებ, ხო? გასაგებია. ანუ შენ რომ იმის თავში შენი რესურსი არ აღმოგაჩნდა, რომ იმ ხალხს, ვისაც შენ ზულდი, როგორმე მათთან მისულიყავი და დალაპარაკებულიყავი და რებრენდინგი განგეხორციელებინა, რეაბილიტაცია განგეხორციელებინა და 13 წელი რას იძახიან, იცი? ისე რა ქვია? ხო, ესანიო კაცო, ვისაც ჩვენ ვზულვართო, ყველანი ქოცები არიანო. ანუ რასაკეთებს? ამ ხალხს უტოვებთ ქოცებს? ყველანი ქოცები ყოფილან და კაი, იყო ქოცებს კონდეთ და ყველა ამ ადამიანს თუ ქოცებს უტოვებთ, მე როგორ უნდა მოუგო ქოცებს? გასაგებია, მადლობა. მისაღებია, კოტე თქვენთან გადმოვაკითხვით, აი აქაც როგორც გაჟღერდა, ხო, აი ოპოზიცია ამდენი ხნის განმავლობაში ცდილობს, რომ გაერთიანდეს ჯერ კიდე არჩევნებამდე იყო მაგის აი ეს იდეა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია გვენახა, რაღაც პარტიები გაერთიანდნენ, მაგრამ სრულიად არა. მერე არჩევნების შემდეგ 28 ნოემბერს საერთოდ ამის მოთხოვნა იყო ყველაზე დიდი, მაგრამ ამ დროის განმავლობაში პარტიები ვერ ახერხებენ იმის მიუხედავად, რომ ყველაზე დიდი მტერი ყავთ ქართული ოცნების სახით. რაღა უნდა მოხდეს ისეთი, რომ ამ პარტიებმა შეძლონ ზოგადად გაერთიანება, ეს არის ერთი კითხვა. და მეორე კითხვა მაინტერესებს, თქვენ რა გგონიათ ზოგადად გაერთიანებისთვის, რომელი გზა არის სწორი, ის რომ მაგალითად ერთმანეთის შეცდომებზე ხმამაღლა ვისაუბროთ, ვაკრიტიკოთ ერთმანეთი, თუ იმ გზაზე ვიდგეთ, რომ ნუ კრიტიკის დრო არ არის და შეიძლება შეცდომები მოგვევიდეს. ამ ორ კითხვაზე მოვისმენთ თქვენგან პასუხს. პირველ რიგში პროპაგანდით დავიწყებ. პროპაგანდის ანუ ნაციონალურ მოძრაობას ძალიან ბევრი პრობლემა აქვს, მაგრამ ჩვენ ხარესაც უნდა ვეძებოთ, იმიტომ რომ ჩვენც ძალაუნებურად ვეხმარებით ხოლმე იმაზე, რომ თავარი ბუა ჯერ კიდევ 13 წლის მერე, როდესაც ნაციონალებთან ახლოსაც ვერ მივა ის, რასაც ეხა ქოცები აკეთებენ უფრო სწორად დღეს და ისევ შედარებას ვაკეთებთ ხოლმე, რომ ქოცებო თქვენ აცებო და ეგ შეიძლება ცოტა ისეთი ჩასმული არის, მაგრამ ეგ არის სუფთა სუსის ნარატივი, იმიტომ რომ ათანაბრებს თითქოს იმასთან, თითქოს ესეთი რამ რაც ეხა ხდება, მაშინაც ხდებოდა. მე არ ვეთანხმები პასუხისმგებლობას ჩვენზე გადმოტანას რა. პროპაგანდაში რა, შენ რომ ჩასვლილი ხარ პარტია
და 13 წელი ვერ მოიწმინდა ჩასვლილი ერთი ადგილი. ბრალია მე რატომ აბრალებ ამას? არა. მოდიში და მაგრამ პასუხისმგებლობა ყველა თავის პარტიაზე თავისი პრობლემა აქვს. პროპაგანდაში ერთი პარტია ცალკე არ არის. პროპაგანდაში ყველა ერთად ვარ და მისი პრობლემაა ეს, დამიჯერე რა. მარტო მისი პრობლემაა. შეუძლებელია რომ შენ პოლიტიკური პარტია ხო გიგოდა თამათი. მაგრამ ეხლა მარტო მისი პრობლემა არ არის, იმიტომ რომ ნახე შენ რასაც ამბობ რომ ნაცები არიანო მე ნაცებს იყენებენ იმას, ანუ ნებისმიერ პროცესის დისკრედიტაციისთვის თუ იყენებენ ნაცებს და ნაცები არიან შენთან, მაშინ ირიბად და მე ვიტყოდი რომ პირდაპირად ჩვენც გვირტყავს რომ ნაცები არიან დისკრედიტებული ხო და ჩვენ თუ ამ პროპაგანდას მივეხმარებით და პირიქით არ ვიტყვით რომ მე როგორც მეცნიერი კაცი მაგალითად ჩემთვის ყველაფერი შედარებითი არის ხო და რომ გავზომოთ რამდენი ცუდი უქნია კოცებს და რამდენი ცუდი უქნია ნაცებს არავის არ ვადარებ ერთს აი ხა ადარებ არავის არ ვადარებ უბრალოდ სპარამეს ვამბობ ამიტომ დავიწყე ნაცებზე როცა დავიწყე საუბარი სპეციალურად დავიწყე 19 წელზე კი ვლაპარაკობ იმ ბაცრავად ბადიში რა იმ 9 წელზე კი არა მაქვს აღარა მაქვს ლაპარაკი იმ 9 წელზე მე ნაცებს იმ 9 წელს დროს უპირისპირდებოდი ამიტომ ამბობ სპეციალურად არ ვახსენებ ხა იმ 9 წელს რასაკეთებდი მე ხა ნაცებდა მაქვს პრობლემა ეს 13 წელი რა აკეთეს არაფერი არ აკეთეს ანუ ის სობელი ნათქვამი რომ ვერც ვერაფერი გაიგეს ვერც ვერაფერი დაივიწყესო ხო ვერც ვერაფერი ისწავლეს ვერც ვერაფერი დაივიწყეს რა და 13 წელი როგორ შეიძლება შენ ვერ მოახერხო რებრენდინგი უბრალოდ. კი, მესმის. მე ამ 9 წელზე აღარ ვლაპარაკობ. არა, რებრენდინგი. ამ 13 წელზე პროპაგანდაში მარტო ერთი პარტია ცალკე არის და ჩვენც უნდა გამოდის რომ დამხარეს პროპაგანდაში ოცნებასთან მუდმივად აგებ. და მუცვივასთან რო აგებ პროპაგანდაში აგებ, იმაში აგებ, ამაში აგებ და ხა მე დამაბრალო ეს რო ოცნებასთან მუდმივად აგებ, ბოდიში. კი, გასაგებია. რებრენდინგში აბსოლუტურად გეთახმება პროპაგანდაში თუ ვაგებთ, ერთად ვაგებთ ყველა და მარტო ერთი პარტია ან ერთი კონკრეტული ადამიანი არასდროს არ აგებს, ხო? ამიტომ პროპაგანდაში თუ ერთად არ დავდექით, ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა. ეხლა პირველ რიგში რა უნდა მოხდეს? ვიღია და პირველ შეკითხვა იყო, როგორ გაერთიანებას როგორ გავერთიანდით. ხო, ანუ აქ თავარი პრობლემა არის ის, რომ ყველას აქვს ვიწრო პარტიული აგენდა ასე ვთქვათ, რაღაცა და იმედია და მე ერთი წილი ადამიანი ინდივიდუალურ პასუხებლობით ვიტყვი, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ ადამიანებმა დაინახონ, რომ ეს აკრძალვა მარტო ვისაც თვითონ 10-მდე პარტია ჩამოთვალა, მე მგონი კობახიძემ რაც ჩამოთვალა და ანუ ყველას აკრძალავენ და შესაბამისად ეს ვიწრო პარტიული ნომერი იქნება ეს თუ რაღაცა იდენტობა ჩემი აზრით ამ ეტაპზე გადადის მეორე პლანზე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუნდაც აი მაგალითად თქვენ არ გააკეთოთ დებატები და რაღაც კონკრეტულ საკითხებზე ვეძებოთ სწორი გზა როგორ არის. პირიქით ამაზე ცხარე კამათიც უნდა მიდიოდეს და პირიქით მე თუ მკითხავ საჯარო დისკუსიებიც უნდა იყოს და მე საერთოდ ყოველ შეხვედრაზე იქ ლაივში გავუშვებდი რომ იქ დასამალი არაფერი არ არის და რაღაც შეხვედრები რო არის ხოლმე პირიქით მიხარია უბრალოდ ის ლაივ შეხვედრებში უფრო ისეთი დისკუსია არის რომ უფრო კარგად განეწყობოდა ადამიანიც უბრალოდ იმედი მაქვს რომ კამერას თუ დაინახავენ მე არ შეიცვლებოდა ნარატივი ხო ამიტომ ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ ანუ ეს საჯარო პროცესი გავხადოთ, რა თქმა უნდა, თანმიმდევრულობა არის ჩემი აზრით თავარი პოლიტიკოსებისთვის და ეხა მაინც როდესაც ვიტყვით, რომ აი სიტყვაზე გავიხსენებ ძველს, რომ არჩევნებში არ შევდივართ არჩევნებში. თუ ვიტყვით, რომ კი ბატონო, რაღაც კონკრეტულ ნაბიჯში, აი წეგანავს თქვი, თუ ვამბობთ, რომ 2 თვეში ვაგროვებთ 5000 კაცს, ყველა მუშაობთ, რომ 2 თვეში ვაგროვებთ 5000 კაცს და მე შუაგზაში არ ვამბობ, რომ მე იმის მომხრე ვიყავი, რომ 2500 კაცი შეგვიგროვებინა, მე 10000 კაცს მომხრე. ანუ იმაზე მაინც თანხმდებით, რომ საერთო ასევე ჩემი საჭირო. ხო, ანუ და ეს ჩემი აზრით ქართული ოცნება გვაძლევს ეხა ასე ვთქვათ იმის არგუმენტებს თუ რატო უნდა გაერთიანდეთ, იმიტომ რომ ყველას აქეთ თვითონ ხარშავენ, ყველას აქეთ ხარეს და ჩვენ არ ვიხარშავთ ჩვენ თავს აქეთ ხარეს თითქოს მართლა დემოკრატიული ქვეყანა იყოს და რაღაცა ისეთ რაღაცებზე ვფიქრობთ ხოლმე და ერთმანეთს ისეთ რაღაცებზე ვჭამთ ხოლმე, თითქოს ყველაფერი კარგად არის ამ ქვეყანაში. ეხლა 4 ოქტომბერს ამას პირიქით არ ვამბობ, 4 ოქტომბერს გასაგებია, რომ ცუდად დამთავრდა ის პროცესი, რომელიც ყველა მოელოდა, რომ კარგად უნდა დამთავრებულიყო და შესაბამისად ამის მერე რაღაც შეშფოთება
დეპრესია, ასე შემდგომ გასაგებია ადამიანება ერთმანეთში იკამათეს, ხო? აქედან გამომდინარე ჩვენი მიზანი თუ აქეთ ამ ხარე გაერთიანდება, მე მერაბი რასაც ამბობს, იქ მე დეფექცია ნებისმიერ ვარიანტში დაგჭირდება, რომ ვიღაცა სისტემიდან წამოვიდეს, იმიტომ რომ სისტემა იმდანად ვერტიკალიზებული არის, ეხა ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ იმ ხალხმა, ვინც მზად არის, რომ რაღაც კონკრეტულ მომენტში რეჟიმის სამსახური არ შეასრულოს, იმან უნდა იგრძნოს, გარდა იმისა, რომ ხალხი აქეთ არის, ძალის ვერტიკალი, რომელთანაც შეიძლება საუბარი. და ეს ჯერჯერობით არ გვაქვს ჩვენ, ხო? თუნდაც იგივე ხაბეიშვილი არ იყო აქეთ რაღაც ძალის ვერტიკალი, ხო? იყო კი ქონდა რაღაცა მხარდაჭერა ხალხის და როგორც ნახეთ საკმაოდ ბევრი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, მაგრამ ამას სჭირდება არა პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაცია, რომ ჩვენ ამ გეგმას გთავაზობთ, როგორ მოხდება ტრანზიცია. ამას უდგას უკან ფართო კონსენსუსი და არა ის, რომ აი ბიძინასავით, როგორც ბიძინა აკეთებს, თავიდანაც ბიძინამაც ხო გააკეთა იმის ხარჯზე, რომ პოლიტიკური კაპიტალი, უბრალოდ სოციალური კაპიტალი დააგროვა, რაღაც გააგდო ჭორები თუ მართლა გაუვარდა ჭორები, უნებლიეთ, არ ვიცი, ეგ ხა მაგის სპეკულაციას არ დავიწყებ, მაგრამ იცოდნენ რომ ფილანტროპი იყო, რაღაც რაგბის ეხმარებოდა, სამებოს ააშენა რაღაცა და მე ეს სოციალური კაპიტალი გარდაქმნა იმაში, რომ მოიყვანა ყველა ეს ტიპი და უთხრა აგერ მე ვიქნები თქვენი მთავარი და სულ ეგრე მართავს. ხო, აქეთ ხარ ეს ეხა ხო წარმოუდგენელია, ეგეთი ადამიანი ვიღაცა უცბად გამოჩნდეს, რომელსაც ან ეგეთი სოციალური კაპიტალი ექნება, ან ეგეთი ფინანსური კაპიტალი ექნება. შესაბამისად, ჩვენ უნდა შევთავაზოთ ერთი თანმიმდევრულობა, მეორე აუცილებლად უნდა გქონდეს თვალსაჩინო გეგმა და აუცილებელია რომ ფართო კონსენსუსი იყოს, იმიტომ რომ ფართო კონსენსუსის ბიძინა ივანიშვილს ყოველთვის ეშინია ჩემი აზრით ლეგიტიმაციაზე მეტად ლელოს და გახარიას და ანუ გაყოფ ამ ფლანგების ბოიკოტისკენ და არჩევნებში მონაწილეობისკენ იყო ის რომ აქეთ ხარეს შემოეტანა განხეთქილება. გასაგებია. მე დაგიმატეთ კიდევაც რომ, მაგრამ თუ მერაბი არ მიწყენს კიდევ ერთ პატარა კითხვასაც დავამატებ და დაახლოებით ერთ წუთს მოგცემთ, აი ამ წეგან ახსენეთ რომ მხოლოდ პოლიტიკური პარტიების გაერთიანებას არ გულისხმობს, ზოგადად თქვენ თავსაც მოიაზრებთ და მათ შორის ალბათ მოიაზრებთ იმ ადამიანებს, ვინც ყოველდღე პარლამენტთან არის, მაგრამ ამ ადამიანებზე რას ფიქრობთ, არის თუ არა ერთობა სამოქალაქო აქტივისტებში და თუ არ არის, როგორ ფიქრობთ რომ მათში მაინც მოხერხდეს ეს გაერთიანება? აი სულ რაღაც ერთ წუთში რო ჩაეტიოთ, თუ შეგიძლიათ სამოქალაქო აქტივისტებში ჩემი აზრით ყველაზე მარტივია ერთობის მიღწევა, იმიტომ რომ რაღაც კონკრეტულ საკითხებზე იქ მემარცხენეცის, მემარჯვენეცის შეიძლება რაღაცა Facebook-ში უცბად კამათი იყოს ხოლმე, მაგრამ რაღაცა ან პოლიტიკოსებზე მეტად ჩვენ შეგვიძლია ხოლმე რომ დავსვეთ და რაღაცა კონკრეტულზე შევჯერდეთ. მაგალითად რომ დღეს ვაკეთებთ ამას, მოვდივართ სიტყვაზე ევროპის მოედნიდან აქამდე, მანამდე ვიაროთ მეტროს სადგურებში ხალხი შევიკრიბოთ, ან გდანში წავიდეთ, მერე იქით წავიდეთ, მერე აქეთ წავიდეთ და ანუ რაღაც ესეთები რაც დაგვიგეგმავს, მე ჯერ არ მინახავს რომ შევთანხმებულიყავით და ეს არ შესრულებულიყოს, ხო? შესაბამისად, ანუ უბრალოდ არა გვაქვს მართლა იმდენი პოლიტიკური კაპიტალი ჩვენ და სამწუხარო მინდა ვთქვა ეს, იმიტომ რომ ძალიან კი მინდა რომ ეხა 100 დავიძახოთ და 100,000 კაცი გამოვიდეს ეხა, მაგრამ არ არის ხო ამ ეტაპზე ესე, შესაბამისად უფრო ფართო კონსენსუსი გვჭირდება, რომ ჩვენ რაც შეგვიძლია პოლიტიკოსებს ვასწავლოთ, არის ის, რომ რაღაც კონკრეტულ წინასწარ თანხმდებით ხოლმე რაღაცებზე, რაზეც ასე საბაზისო წესები არის და იმის მიხედვით ვიხემძვანელოთ ხო მე რომ ეხა საჯაროდ ერთმანეთს მე რო აღარ უნდა ვაგინოთ და ან კრიტიკა არ არის პრობლემა, მაგრამ გინება და ეხა პირად შეურაცხყოფაზე ეხა რაც არ უნდა ბრძოლაში იყო. ანუ შინაარსი უნდა გქონდეს იმ კრიტიკას და რაღაც კი, თორე საჯაროდ განხილავს მე პირიქით ვემხრობ. მე საერთოდ აი როგორც თქვი, თუნდაც იგივე აქტივისტების შეხვედრას ან ასე ვთქვათ რამე ისეთი სურპრიზი თუ არ არის დასაგეგმი სიტყვაზე ოცნების თან ფარული აქტივიზმი თუ არ არის, მე ვემხრობ იმას, რომ გახსნილი იყოს შეხვედრა და პირიქით ყველა ადამიანმა დაინახოს, როგორი პარიტეტული და კარგი გარემო არის იმასთან შედარებით, რაც კოცებს გეგონება რა, ანუ მიხვდები, რომ ერთი და იგივე რაღაცა მესიჯი ჩაუვარდათ და ყველა ატრიალებს მარჯვიდან მარცხნიდან. მადლობა. ბოლო ეტაპზე გადავდივართ, ეს არის შემაჯამებელი ეპიზოდი, 2 წუთი გექნება დღევანდელი დებატის და თქვენი პოზიციის შესაჯამებლად და ასევე შეგეძლებათ, რომ თუ რამე გამოგრჩათ, ან გინდათ რომ დაამატოთ, ამ 2 წუთში ეს 2 წუთი გამოიყენოთ ამისთვის. მე რა მოდი თქვენ დაიწყეთ, თუ არ ხართ წინააღმდეგ. არ ამგონია იყოთ. კი ბატონო, ხო, ნუ პრინციპში მეორე ძირითადად საკითხები ყველაფერზე ვისაუბროთ, რომ შევაჯამოთ ეს საკითხი არის ასე, რა უნდა მოხდეს ჩემი გადმოსახედიდან. ჩემი გადმოსახედიდან
მარტივ რამ უნდა მოხდეს პირველ ეტაპზე, რომ უნდა გაერთიანდნენ ის ხალხი, ვინც პროტესტშია ჩართული. კიდევ მეორებ ხა, ჩემ თავზე კითხე რა, მაგრამ ხა ჟურნალისტიკასთან ეს ამბავი პროფესიულად და ეთიკურად არის შეუთავსებელი. თუ სიამოვნებით ჩავერთვებოდი ამ ამბავში. ხო, მაშინ ჩემ პროფესიაზე უარი უნდა ვთქვა. ვინც არის ამ ასე ვთქვათ ჩართული არიან უკვე ხო ამ აქტივიზმში, აქციების დაგებაში და შემდეგ ეს ადამიანები უნდა გაერთიანდნენ და გაერთიანება არ გულისხმობს იმას, რომ დღეს ისინი რაღაც ერთმანეთის წინააღმდეგობაში არიან. აი ეს გულისხმობს იმას, რომ შეიქმნას ერთიანი ორგანო. მართველი ორგანო, რომელიც ამ აქციებს და პროტესტს დაგეგმავს. რომელსაც ექნება ნდობა ამ აქტივისტების, ხალხის ვინც არის და ასე შემდეგ. და ამ დობას ის მოიპოვებს თავისი დაუღალავი შრომით, მუშაობით, იმით რომ მას აქვს ახალი იდეები, ახალი ფორმების მოგონება შეუძლია, ისეთი ფორმების მოგონება შეუძლია, რომელიც რეალურ პრობლემას შეუქმნის ხელისუფლებას და არა მხოლოდ სეირნობა წინ და უკან. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამას ხალხი რომ დაინახავს, ამ ჯგუფს ეს ჯგუფი მე რომ მოიპოვებს ნდობას ხო ამ ჯგუფიდან მე თავისთავად გამოიზრდებიან ახალი ლიდერები, ახალი ხალხი. ამ ჩემი აზრით ამ იმას რა ქვია აქციებს უნდა დაემატოს აუცილებლად გამოსვლებიც. ხო პოლიტიკოსების კი არა, ამ ხალხის, იმიტომ რომ გამოსვლებაში ორატორობაში იბადებიან ლიდერები. ხო ორატორობის გარეშე არ გამოდის ეს ამბავი. ანუ რაღაცები არ შესაძლოა რომ ჩვენ ახალი ხალხი დავინახოთ. ამ ეტაპზე ეს არის ჩემი აზრით მთავარი. სანამ ახალ ხალხს არ დავინახავთ ამ პროცესში და არ გამოჩნდებიან ახალი ხალხი. ოღონდ ის არა როგორც თქვით რომ მე მინდა და ასე შემდეგ. ანუ თავისთავად სამუშაო პროცესში უნდა გამოჩნდეს ეს ყველაფერი. მიკროფონთან გამოჩნდეს და ასე შემდეგ. ვიღაცა იტყვის რომ აი ამას ყოველთვის სწორი იდეები აქვს რა, სწორ რაღაცას ლაპარაკობს. ხალხი ასე მიყვება იმას რა ქვია, უსმენს და მოსწონს. რა ამას ეხა არ შემიძლია დავამატო ცოტა. კი. ადამიანების ის ძალიან უცნაურად მუშაობს, რა ქვია, ობივატელის როგორ ვთქვა ეს პოლიტიკური სიმპათია, ანტიპათია ძალიან უცნაურად მუშაობს. ძალიან ხშირად ეს არის დამოკიდებული რაღაცა ჰაბიტუსით მოეწონება, ვიღაცა რაღაცით მოეწონება, ვიღაცა ენერგიით მოეწონება. ეხლა ამასთანავე ერთი ქალი შემხვდა გუშინ ვანო შოუში ჩამწერეზე, იქ როგორც სახუმარო ამბავს ისე უყვებოდი, მაგრამ სახუმარო ამბავი არ არის სინამდვილეში. ქალბატონი შეხვდა სანდომიანი ქალი, ისეთი განათლებული, რომელიც მელაპარაკებოდა პოლიტიკაზე ასე შემდეგ და რაღაცა მეუბნება რომ აი ბიძინა ბძულს, მამუკამ დინან რაზეს რა ვერ ვიტან, რაღაცა აი რა საშინელება და იმაზე რა ქვია შალვა რამიშვილზე გული მეერევა და რაღაცა და მგონია ეს ქალი არის ნუ აქეთ მხარეს არის რა. და ბოლოს მეუბნება, მაგრამ აი შალვა პაპუაშვილი მომწონს ძალიან. ხო ხდები, ანუ ეხა თუ რთული ეხა გაარკვიო, შენ ხალხს ვიღაცა რა ლოგიკით მოეწონება საბოლოო ჯამში და რატო გაყვება და რისთვის გაყვება. ამიტომ ჩვენ უნდა ვნახოთ ამ პროცესში ვიპოვოთ უნდა პიროვნებები, რა. ახალი პიროვნებები, ვინც მე ხალხში მოიპოვებს სიმპათიას და მე მოიპოვებს ნდობას. ამის გარეშე არაფერი არ გამოგვივა ჩემი აზრით. მადლობა. თქვენს მოგცემთ 3 წუთს, რადგან მე რასაც 3 წუთი ქონდა. ხო, პირველ რიგში ისევ იმას მიყვები, რომ ახალი ლიდერების დაბადება ნებისმიერ ვარიანტში პროცესში მოხდება, ოღონდ ჩემი აზრით, ეხა რაც გვჭირდება, არის არა ამ ხალხის ლოდინი, არამედ პროაქტიული ჩართულობა. იმიტომ რომ რაც წეგან დამავიწყდა და მე თქვა ბარემამასაც ვიტყვი, რომ ჩვენ ეხა ძირითადად ჯახი რაც აქტივისტებს შორის არის, გრძელვადიანი პროტესტი გვინდა თუ მოკლევადიანი. არჩევანი მე თუ მკითხავ ეხა ამ ეტაპზე არ გვაქვს. მაგრამ მე შემიძლია ვთქვა, როდის მოვიგებთ და რა შემთხვევაში წავაგებთ. თუ ჩვენ ისე გავაგრძელეთ ბრძოლა, როგორც ეხა ვართ, რომ არანაირი გეგმა არ არის, არანაირი რაღაცა სტრატეგია და ტაქტიკური მონახაზი არ გვაქვს შემუშავებული, ამ შემთხვევაში ნებისმიერ ვარიანტში წავაგებთ და თუ ჩვენ სტრატეგია გვექნება, ტაქტიკა გვექნება, ვიქნებით თანმიმდევრულები, იქნება დაინახავს ხალხის სიმძიმის ცენტრს ჩვენგან, ჩემი აზრით, ჩვენი მხარე უფრო გაბევრდება რაც შეც გულისხმობ არა უმრავლესობას, არამედ აქტიური ხალხი რამდენი იქნება, ხო? ეხლა მაგალითად მე რასაც ხედავ, სადღაც 500-დან 1000-მდე იქნება ის აქტიური ხალხი, რომელიც სოციალურ ქსელში აქტიურობს, სოციალურ ქსელს მიღმა აქტიურობს და ჩვენ ეს გვინდა მინიმუმ, რა ვიცი, რამოდენიმე 1000 მაინც გვინდა ესეთი ადამიანი, რომ რეჟიმს პრობლემა შეექმნას. რეჟიმი, მაგრამ წარმოიდგინეთ ეხლა 100,000 ადამიანი, რომ ჩვენ ასე ვთქვათ, ინფორმაციას ავრცელებდეს, რაც ჩვენ გვჭირდება
ჭირდება რეალურ ცხოვრებაში, მთელი მათი ხუხულა რაც არის ეს ტროლები, ბოტები და ასე შემდგომ ჩამოიშლებოდა. უბრალოდ ამას ჩემი აზრით ჩვენ მივაღწევთ იმით, რომ ერთხელ და სამუდამოდ ვიქნებით თანმიმდევრულები, ერთიანად დავდგებით და შევემუშავებთ სტრატეგიას. ოღონდ ამაში დასამალი არაფერი არ უნდა იყოს. მშვიდობიანი პროტესტი ცოტა ისეთი სასაცილო ტერმინია ჩემთვის ამ ეტაპისთვის, იმიტომ რომ მშვიდობა ამ ქვეყანაში არ არის, იმიტომ რომ დილის 6 საათზე ვიღაც სახში უვარდებიან, იმას ამსუშებიან, რა ვიცი, მეც ხო, კი ბატონო, ბავშვების თვალწინ იარაღით მოძრაობენ, მაგრამ არაძალადობრივი წინააღმდეგობა ჩვენთვის უნდა იყოს ამოსავალი წერტილი. არაძალადობრივ წინააღმდეგობაში ოღონდ მე გულისხმობ უკომპრომისო ბრძოლას და თუ ჩვენ მაგალითად იმას გადავწყვეტთ, რომ ფსონს ბოლომდე ჩავართ, როგორც ქართული ოცნება არის ჩასული ფსონს ბოლომდე და უნდა აქ რომ სრულად რუსული რეჟიმი დაამყაროს და უფრო ალბათ რაღაც ჩეჩნეთიზაცია მოახდინოს ქვეყნის, ნებისმიერ ვარიანტში მოვიგებთ. უბრალოდ ამას ჭირდება რაღაც ტიპის კონსოლიდაცია. რო ვიტყვით, რომ ეს პასტა უნდა მივიტანოთ აი აგერ ამ ჭიქასთან, ყველა ამ ჭიქისკენ წაიღოს და არ წაიღოს იქით სადღაც სხვაგან, რომელიც არ გვჭირდება, ხო? ამიტომ ზოგადი გეგმა და სტრატეგია უნდა შევადგინოთ ნებისმიერ ვარიანტში ერთობლივად და ტაქტიკური სვლები მე როგორი იქნება და მემარცხენეებმა თქვა სიტყვაზე საზმაუსმარში რაღაც სხვას ჩათვლის საჭირო და იმას გააკეთებს, ოღონდ ამ საქმეს წაეხმარება, იმას გააკეთებს, მემარჯვენეები სხვა რამეს გააკეთებენ. ჩემი აზრით ეს არის გამარჯვების ფორმულა, რომელიც იმედია ეხა ამ ტემპერატურის სწრაფი აწევის ფაზაში უფრო მარტივი გასაკეთებელი იქნება, იმიტომ რომ აქამდე იყო რაღაც ნელ-ნელა ტემპერატურის აწევა, თუნდაც იგივე შარშან დელთან შედარებით და იმედია ეს კიდევ ბევრ ადამიანს გააქტიურებს, რომელსაც რაღაცა კონკრეტული იმედები ქონდა, რომ სტატუს-კვო შენარჩუნებოდა. მე ძალიან მომეწონა წეღან ახსენეთ, რომ სამოქალაქო საზოგადოებაში ჯერ არ ყოფილა ისეთი მომენტი, როცა რაღაც კონკრეტული გეგმა დაისახეს, ტექნიკურ დონეზე და ის არ გამოვიდათ. და მგონია, რომ იმედია, როდესმე რაღაც ისეთაც დავისახავთ მიზნად, რაც რეალურად შეცვლის საქართველოს სიტუაციას. ვიმედოვნე ყოველ შემთხვევაში. დიდი მადლობა მორწონებისთვის. მიხარია, რომ საინტერესო დებატები შედგა. მაყურებელს მიუმართავ, რომ მხარი დაგვიჭირონ, გვიყურონ, დაგვალაიქონ და გამოგვიწერონ, ასევე სხვა სოციალურ ქსელებშიც გვადევნონ თვალი Facebook-ს, Instagram-სა და TikTok-ს და ზოგადად მისმინეს პლატფორმაზე შეგიძლიათ, რომ საკმაოდ ბევრი ინფორმაცია ნახოთ, საკმაოდ ბევრ გადაცემას უსმინოთ და უყუროთ. ასევე გეტყვით, რომ ჩვენი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი და გენერალური სპონსორი არის საქართველოს უნივერსიტეტი. მომავალი კი მათია, ვინც წარსულის გააზრებით ხვალინდელ დღეს ქმნის. Thank you.